მოგესალმებით. სალამი ყველას. სალამი, მოგესალმებით. შენც როგორ ხარ? მედგრად. მედგრად, ხო, #მედგრად. კი, მედგრად, რა თქმა უნდა, თან დღეს ძალიან მაგარი გამოსვლა ქონდა. მე სხვათა შორის ესე თავიდან ბოლომდე ვერ ვნახე, მაგრამ რაც მონაკვეთები ვნახე რა და ნუ ხა პრინციპში რაღაც ახალი ჩვენთვის ეს არ არის, იმიტომ რომ ყოველდღე ამაში ვცხოვრობთ და ყოველდღე ამაში ვართ. ახალი არის ის, რომ კიდევ ერთხელ ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც რეალურად ხელისუფლებაც კი არა და რაც არის არ გაგდებს ძაღლად, ძალიან მნიშვნელოვანია რომ იგრძნო, რომ საერთაშორისო ასპარეზზე შენი ქვეყანა და ადამიანები, ამ ქვეყნის მოქალაქეები ძალიან ისე კარგად არიან პრეზენტირებულები, ასე ვთქვათ, რა წარდგენილები და ჩვენ ინტერესს ადამიანი იცავს, ხო და გამოდის, ნუ ალბათ ევროპაში ყველაზე პრესტიჟულ კი არა და ძალიან მნიშვნელოვან ადგილას. და რა თქმა უნდა, ასევე ძალიან ემოციონალური იყო, როდესაც პარლამენტარები წამოდგნენ, საქართველოს დროშები აიღეს. იმიტომ რომ იცი რა არიან ევროპარლამენტში ალბათ პარლამენტარები, რომლებიც შეიძლება ზოგი ისეთი მკაფიო არ არის თავის მესიჯებში, როგორიც მაგალითად არის ბალტიისპირელი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ იქ არიან ასევე სკანდინავიური ქვეყნის წარმომადგენლები, საფრანგეთიდანაც, მოკლედ არიან ადამიანები, რომლებიც რა თქმა უნდა ძალიან მკაფიოდ, გამორჩეულად, ანუ სხვებზე უფრო გამორჩეულად ადევნებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და გულშემატკივრობენ. განსაკუთრებით ის ქვეყნები გვიჭერენ მხარს, რომლებსაც განცდილი აქვს საკუთარ თავზე, რას ნიშნავს რუსული აგრესია და რუსული ჩექმა შენ ტერიტორიაზე, ხო? ეს სიმწარე აქვს პოლონელებსაც გამოცდილი, უკრაინელები მას ადრემაც გამოცადეს და ეხლაც ამ პროცესში არიან და რა თქმა უნდა ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებსაც საკუთარ თავზე გამოცადეს რას ნიშნავს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რა, ლიურიული გადახოვო რომ გავაკეთო, შევადაროთ ქვეყნები, რომლებიც რუსეთის კლანჭიდან დააღწიეს და ევროპასთან ინტეგრირდნენ და შევადაროთ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან შეერთდნენ. რა მდგომარეობაში არიან, ხო? კატასტროფა. და აი, რო დაუბრუნდეთ უშუალოდ პრეზიდენტის გამოსვლას და რა მონაკვეთებიც მე ვნახე, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ევროპა ისედაც ეხლა იქიდან გამომდინარე, რომ არავინ არის ის ტრამპი რა გადაწყვეტილებებს მიიღებს და ყველა მოლოდინის რეჟიმშია, ნებისმიერ შემთხვევაში მიმდინარე მოვლენებმა უკვე ბევრჯერ დაგვანახა, რომ ევროპა უფრო აქტიური უნდა იყოს ბევრად და რაღაცნაირად ეს ბიუროკრატია, მოძველებული მეთოდები, ხანდახან სხვათა შორის მართლა არსებობს ეს ორმაგი სტანდარტებიც არ შეიძლება ეხლა ისეთი დრო არის მოსული, რეალურად მართლა კაცობრიობის ბედი წყდება, ეგრე კი არ არის და მართლა მესამე მსოფლიო ომის, ასე ვთქვათ, რაღაც კონტურები კი არა, რეალური საფრთხე არსებობს ამისი და აი ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო თანმიმდევრული და მსოფლიოში იცოდნენ, რომ თუ რაღაცა პატარა ქვეყანა შეიძლება დიდმა ქვეყანამ და აგრესორმა ქვეყნებმა შეუტიოს და სხვადასხვა მეთოდებით, ეს იქნება ჰიბრიდული ომი თუ ეს იქნება ცხელი ომი, თქვათ უკრაინას, რომ ნებისმიერი მეთოდებით ოკუპაცია ბევრნაირი ხერხით არის შესაძლებელი და მე რამაზე გვილაპარაკია ძალიან ბევრი თუ რა მეთოდიკაა გამოყენებული და აქედან გამომდინარე, ხო ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყო ზუსტად ის ადამიანი, ვინც საქართველოსზე ყველაზე უფრო მკაფიოდ ილაპარაკა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მადლობლები ვართ იმ ადამიანების ევროპარლამენტში, რომლებიც გამოდიოდნენ და საუბრობდნენ საქართველოსზე, იმიტომ რომ სოფლიოში ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ გასაგებია, რომ საქართველო ვერ იქნება პრიორიტეტული, მაგრამ როდესაც შენ ხარ დემოკრატია და შენ გინდა, რომ სამყაროში დემოკრატია იყოს მართლობად, იმიტომ რომ ყველასთვის უკეთესია, ჩემი აზრით ასე, ხო? ამ შემთხვევაში შენ უნდა დაიცავ ქვეყანას, სადაც მოსახლეობა ასე მიუხედავად ამ ხელარისკებისა და მიუხედავად იმისა, რომ ურთულესია ჯერ ერთი ასეთ ამინდებში სისტემატიურად სისტემური პროტესტი და მოკლედ რაც ხდება ეს ყველაფერი, ეს აუცილებლად ამ ხალხს და ადამიანებს ხარი უნდა დაუჭირო, იმიტომ რომ როგორც კი პრეცედენტი არის იმისი, რომ პატარა ერს ჩაგრავს სხვა რაღაცა დიდი ერი, მოძალადე ერი, მაშინვე ყოველთვის მომავალში, მაშინ სხვა ქვეყნებსაც ექნებათ ყოველთვის განცდა, რომ ხო, რაღაცა შეშფოთდნენ, მაგრამ არანაირი რეალური ნაბიჯები არ გადაიდგა იმისათვის, რომ სიტუაცია გამოსწორებულიყო. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ თუნდაც დღევანდელი გამოსვლა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაზლის ნაწილი საერთო სურათში, რასაც ნიშნავს არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად ევროპაში საბოლოოდ რომ დამყარდეს დემოკრატია რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში. ჩვენც ეგრე ვართ, ხო? მოლდოვაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ეს ამიტომ გაიმარჯვა. ნუ იქ ის პლუსი იყო, რომ უბრალოდ ის იყო ხელისუფლებაში და ამიტომ უფრო სხვანაირად ჩატარდა. ეხლა ოპოზიციაში ვინც იყო, ის რო ყოფილიყო ხელისუფლებაში რუსეთის მხარდაჭერით, დამიჯერე იქ მაიასამდე წარმატებას ვერ მიაღწევდა, ხო? და ნუ აი ნახოთ და შევხედოთ ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან სასიამოვნო იყო. ნამდვილად და დარწმუნებული ვარ, რომ ყველასთვის რა პოზიციის და როგორი პოლიტიკური გემო
გემოვნებისაც არ უნდა იყო, როდესაც ასეთ მხარდაჭერას ხედავ ასეთი რანგის პოლიტიკოსებისგან, ამდენ ხნიან აპლოდისმენტებს საქართველოს დროს შეუჭირავთ და მართლა ჩემი თქმის არ იყოს, როდესაც მსოფლიოში ასეთი რთული სიტუაცია არის და ამ ხელა მხარდაჭერას გიცხადებენ, ეს უკვე აღარ არის ნამდვილად უბრალოდ შეშფოთების განცხადებები, ეს არის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, რაც დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რეალურად ამ ხელა ძალადობის, კორუფციის და კიდევ 1000 უბედურების წინააღმდეგ ერთადერთი იარაღი და ძლიერი იარაღი, რაც ჩვენ გვიჭირავს, არის სიმართლე ერთი და რაც ყველაზე უფრო მთავარია სოლიდარობა და თანადგომა ადამიანების და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუმცა მე მინდა ვისარგებლო ჩვენი ეთერით და ერთ რამეს გავუსვა ხაზი ბოლო დღეებში. ისევ და ისევ ჩვენი ხელისუფლების და მათი პროპაგანდის გამოისობით ძალიან სოციალურ ქსელებშიც და ეთერებშიც ჩემი კოლეგებისგან, ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანებისგან, რომლებიც მოცემულ მომენტში, იმიტომ რომ აი ისეთი ხელისუფლება გვყავს, როგორიც გვყავს, რატომღაც რაღაც მეორე ბანაკში აღმოჩნდნენ სამწუხაროდ რაღაც ესე ჩამოყალიბდა, რომ ამ ხელისუფლებამ გააჩინა რაღაც მეორე ნაწილი საზოგადოების და თითქოს ერთმანეთს გვაპირისპირებენ. სინამდვილეში ჩვენ ერთიერი ვართ, ჩვენ ყველანი ვართ ქართველები და ყველას გვინდა უფრო ღირსეული და უკეთესი ცხოვრება. ხო და იმას მინდა გავუსვა ხაზი, რომ ძალიან ბევრჯერ და უკვე ვისმენთ ჩვენ წინააღმდეგ მათი მხრიდან რაღაც ბულინგზე საუბარს, რომ თითქოს ჩვენ ვაბულინგებთ მათ. და ამას ძალიან ხშირად ვისმენთ, რომ ვთქვათ, როდესაც ამ თემაზე ჩამოვარდება საუბარი, ეგრეთ წოდებული იქეთა მხარე, რომელსაც მე არ ვეძახი იქეთა მხარეს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, კი არა, ამაში ვარ დარწმუნებული და ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მალე ეს ასე იქნება, ჩვენ ვართ ერთი მხარე და აქ მხარე არ არსებობს, თუმცა მოცემულ მომენტში ის რაც ხელისუფლებას უნდა, ცდილობს, რომ დაყოს რაღაც ორ ბანაკად და იქეთა მხრიდან გვესმის ჩვენი მიმართულებით, რომ ნუ გვაბულინგებთ, იმიტომ რომ ხო, ხალხი გაბრაზებულია ძალიან და ვიღაც ადამიანების მიმართ აქვთ აგრესია და ჩვენი მისამართით მოდის თითქოს ესეთი მესიჯ ბოქსი, რომ ჩვენ მათ ვაბულინგებთ, ჩვენ ვაბულინგებთ ჟურნალისტებს, ჩვენ ვაბულინგებთ პოლიტიკოსებს, ჩვენ ვაბულინგებთ უბრალოდ ქართული ოცნების მომხრე ადამიანებს. ხო და ამაზე მინდა რაღაც პატარა მაგალითი მოვყვე და ვისაუბრო. კი, ვეთანხმები, შესაძლოა, რომ ძალიან აგრესიული და ბრაზნარევი, ზოგჯერ შეიძლება შეურაცხყოფელი წინადადებებიც, ემოციებიც, კომენტარებიც ისმინოთ, მაგრამ მინდა ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ამას იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ ვინმეს წინააღმდეგ მინდა გავილაშქრო, ან ვინმე შებეხო სინდისზე, ან რამე არა. მე ამაზე იმიტომ მინდა ხაზი გავუსვა და ვისარგებლო ჩემი ეთერით, რომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს საქართველოში არ არსებობს ორი საპირისპირო მხარე, დღეს საქართველოში არსებობს ქართველი ხალხი და არსებობს რაღაც მილიონერების ჯგუფი, რომლებიც გამოკეტილები არიან კაბინეტებში და ცდილობენ, რომ ჩვენ დავყონ და წავკიდონ ერთმანეთს. რაც მე დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოვუვათ. სწორედ ამიტომ მინდა ამ ბულინგზე სიტყვა ბულინგზე ხაზი გავუსვა. წარმოვიდგინოთ ასეთი რამ, რომ ვართ ორ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ჯგუფად დაყოფილი ადამიანები, ვთქვათ, სახელისუფლებო ხელისუფლების ამომრჩევლები, ოპოზიციის ამომრჩევლები და არსებობს მესამე ჯგუფი ხელისუფლება ამ შემთხვევაში, რომელიც გამუდმებით ძალადობს საქართველოს მოსახლეობაზე. არა მხოლოდ ფიზიკურად, უკვე მორალურადაც, პოლიციური რეჟიმითაც ყველანაირად ძალადობს დაუსრულებლად. რომ წარმოვიდგინოთ ასეთი მარტივი მაგალითი. ვთქვათ, აი მე და შენ ვხედავთ და აი დგას ჩვენი ოპერატორი წინ. და შენ ხედავ, როგორ მცემს ოპერატორი მე. და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ შენ თუ ხმას ამოიღებ და მე დამეხმარები, ამ ოპერატორს აღარ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ მე კიდევ ერთხელ დამარტყას. და შენ ამ შემთხვევაში ჩუმდები და არ ამბობ ამაზე არაფერს. და მე თუ ამაზე ვბრაზდები და გიტრიალდები, რომ რატო არ მეხმარები, ილო, ხო არ გააფრინე, რასაკეთებ, როგორ ბედავ, რომ აი ამ უსამართლობაზე ხმას არ იღებ, აი ამას ეძახიან ეს ადამიანები ბულინგს. მე მგონია, რომ ჩემო საყვარელო მეგობრებო, კოლეგებო, თანამოქალაქეებო,
ცოტა მეტად დავფიქრდეთ და მეტად გავიხსენოთ, როგორ გვიყვარს ერთმანეთი. გავიხსენოთ, რამდენი გაჭირვება გვაქვს ერთად გამოვლილი, რამდენი უბედურება გვაქვს გამოვლილი და ხელისუფლება შეიცვლება და ჩვენ ისევ ერთად უნდა გავაგრძელოთ ამ ძალიან პატარა ქვეყანაში ცხოვრება. და აი ამ ეს სფერო, რომელშიც მე ვმუშაობ და კიდევ ბევრი სხვა სფერო, კიდევ უფრო პატარავდება და ძალიან პატარა ჯგუფი ვართ. თითქმის ყველანი ვიცნობთ ერთმანეთს. არ არსებობს ვინმე ადამიანი, ვისთანაც თუ შეეცდები ნაცნობი საერთო ნაცნობი მაინც არ გამონახო. იმდენად პატარა ერი ვართ და ეს სფერო კიდევ უფრო პატარა. ამიტომ უბრალოდ გთხოვთ, მეგობრებო, კი, რა თქმა უნდა არსებობს, ოღონდ ეს არ არის ბულინგი, ეს არის ბრაზი, ჩემო საყვარელო თანამოქალაქეებო და კოლეგებო. ეს არის ბრაზი, რომელიც გამოწვეული არის უკიდურესი უსამართლობისგან და მხოლოდ უსამართლობისგან, ან სიტყვიერი შეურაცხყოფისგან და დამცირებისგან კი არა, ფიზიკურად გასწორებისგან, სახისძულების დალეწვისგან, თავში ჩარტყმისგან, შეურაცხყოფისგან, მუქარებისგან და დაუსრულებელი წლების განმავლობაში დაცინვისგან, იმის გამო, რომ შენ თუ არ ეთანხმები სახელისუფლებო message box, ამის გამო ხარ ნაცი ან რადიკალი. ეს უბრალოდ გთხოვთ, რომ ეს არ გააკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის გარეშე მე სულ ვიმეორებ და შეიძლება ცოტა უცნაურადაც გამოიყურება, მაგრამ ეს მართლა ასეა, ჩვენ არ ვარსებობთ ერთმანეთის გარეშე. როცა იქნება ეს ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ამ ქვეყანაში ცხოვრებაც და მუშაობაც და ვინ იცის, რამდენი ძალიან საინტერესო პროექტი გვაქვს წინ და რამდენი ძალიან საინტერესო და კარგი საქმის გაკეთება შეგვიძლია ერთად. ამიტომ უბრალოდ გთხოვთ, ბულინგზე დღეს საუბარი არის უბრალოდ უხერხული. მაშინ, როდესაც უსამართლოდ ხედან ადამიანები საკნებში, მაშინ, როდესაც გვემუქრებიან, მაშინ, როდესაც თავისუფლად გადაადგილების უნარიც კი აღარ გვაქვს ქალაქში, მაშინ, როდესაც ეხლაც კი ძალიან ბევრი ადამიანი არის დაშავებული და მაშინ, როდესაც 21 საუკუნე არსებობს სოციალური ქსელები და ტელევიზორს თუ არ გადართავთ სხვა არხზე, თქვენი მეგობრების და კოლეგების სტორებს მაინც ხომ ნახულობთ. უბრალოდ უხერხულია. მესმის, რომ მტკივნეულია შეურაცხყოფის მოსმენა, მესმის, რომ რთულია ამ ყველაფრის კითხვა, ჩემთვისაც ძალიან რთულია, ამიტომაც მე არასოდეს სოციალურ ქსელში ამ დებატებში არ შევდივარ, იმიტომ რომ ძალიან ძნელია, მაგრამ დამიჯერეთ, ბევრად უფრო რთულია, როდესაც შენ შვილს გართმევენ ხელიდან, როდესაც შენი შვილი ძლივს გამოვიდა კომიდან ამდენი დღის შემდეგ. ბევრად უფრო რთულია, როდესაც შენ მეგობარს უყურებ, როგორ ულეწავენ სახის ძვლებს, სახეში პატარა გოგოებს ასხავენ პეპერ სპრეის, შეურაცხყოფას აყენებენ, უშვერი სიტყვებით ურტყავენ, დასცინიან და ბულინგზე საერთოდ საუბარი ზედმეტია. ბულინგზე ჩვენ აღარ ვსაუბრობთ. იმდენი ხანია ჩვენ ბულინგის მსხვერპლები ვართ, რომ ამაზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ და ჯერ ერთი ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ადამიანი, რომელიც ან ტელევიზიაში მუშაობ, ან არტისტი ხარ, ან მსახიობი ხარ და ვიღაც ხალხი გიცნობს, ბულინგი ჩვენთვის ჩვეულებრივი რამე, ამას მიჩვეულები ვართ და ეს არსებობს, როდესაც საჯარო პირი ხარ და ხალხი გიცნობს, იმიტომ რომ არ შეიძლება ყველას უყვარდე, ვიღაცა შეიძლება არ მოწონდე. თუმცა იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ტროლებზე, ბოტებზე, რაღაცა კატასტროფულ message box-ებზე, ვითომ აქეთა ბანაკის მიმართულებით ჩვენ საერთოდ აღარ ვსაუბრობთ, ჩვენ აქ ვსაუბრობთ და იმიტომ ვართ გაბრაზებულები, რომ ჩვენ სიცოცხლეს უდგას საფრთხე და ეს ძალიან საშიშია. ჩვენი მეგობრები ახლაც არიან ციხეში და კიდევ უფრო მეც ემუქრებიან, ურეკავენ, ჩვენ შვილებს ურეკავენ და აი ამ პირობებში ბულინგზე და შეურაცხყოფაზე და არასასიამოვნო კომენტარებზე ყურადღების გამახვილება უბრალოდ უხერხულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვაწყენინო. არა, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ორგანიზმი ვართ. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და ჩვენ ეს ყველაფერი მორჩება აუცილებლად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე მორჩება და ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ამ ქვეყანაში ცხოვრება და უბრალოდ გთხოვთ, რომ ამაზე იფიქროთ. იმიტომ რომ ხელისუფლებები წავლენ და მოვლენ და ჩვენ ვიქნებით ისევ ამომრჩევლები ამ ხელისუფლების და ჩვენ ვიქნებით ერთმანეთის კოლეგები, მეზობლები, ნათესავები, ახლობლები და მეგობრები და უბრალოდ ვიფიქროთ ერთმანეთზე, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ არ გვყავს. ბოდიში შეიძლება ცოტა ემოციურად გამომივიდა, მაგრამ ძალიან მინდოდა ამის თქმა, იმიტომ რომ მე ვეხები აქ ჩემ ძალიან ახლობელ ადამიანებს, ნათესავებს, კოლეგებს და ასე შემდეგ და ეს ძალიან მინდოდა რომ მეთქვა და ამ შემთხვევაში მე ვარ აბსოლუტურად გულწრფელი და უბრალოდ გთხოვთ არ მიიღოთ ეს როგორც რაიმე სახის თავდასხმა თან რამეთ, უბრალოდ გთხოვთ რომ ყველამ ჩავიხედოთ გულებში, იმიტომ რომ ხო ჩვენ ერთმანეთის გარეშე არ ვარსებობთ. ხო, გეთანხმები აბსოლუტურად, უბრალოდ მან
მეც აი როგორ გითხრა ხა რა თქმა უნდა ყველას გვინდა რომ ამ ქვეყანაში იმ დღეს თეონა საუბრობდა რომ ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი იმასთან დაკავშირებით რომ ორი საქართველო რამდენად პროპაგანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია ორი საქართველო რა თქმა უნდა საქართველო არის ერთი და მესმის რომ ძალიან რთული პოლარიზაცია ის რომ ძალიან რთული პოლარიზაცია ამას ადასტურებს თუნდაც რა აი ხო არის წერტილები რომელზეც შანსი არ არის რომ არ შეთანხმდეთ ადამიანები თუ აი სულ ოდნავ მაინც აი თუნდაც გვერდზე გადადებ აი რაღაცა პარტიებსაც რაღაცა და შეხედავ რომ აი ქვეყანას და თქვა სახელმწიფოს რა როგორ არის სახელმწიფო ჩვენი დღეს მოწყობილი აი იგივე ადამიანები ხარ რომელიც ამაზე საუბრობენ მაინტერესებს აი რა აზრის არიან იმაზე როდესაც ტიპები რაღაცა კლანი ცემს ადამიანებს ტიტუშკებზეა საუბარი და პოლიციელი უყურებს და ხელს ვერ ატოკებს, ვერაფერს ვერ აკეტებს და ან თავჩაღუნულია, ან იმალება და ან საერთოდ რაღაცა ცინიზმით არის დაკავებული. აი ამას რო ხედავ, ეს ხო ცალსახაცუდი, ამაზე ხო თანხმდები. იმაზეც ხო თანხმდებით, რომ შენი გემოვნების მიხედვით არ შეიძლება რომ იფიქრო რომ მოდი აი ამის ცემა მოსულა ისე არაუშავს ეხა მაგას იმდენი აქვს დაშავებული არაუშავს გაილახოს ეხა პატარა თუ აი რას ნიშნავს შენზე კი არა კაცო ჩემზე კი არა მე იგივენაირად ხმას ამოვიღებ თუნდაც რომ დავინახო რომ მე არ ვიცი აქეთა ფლანგი და იქეთა ფლანგი მაგრამ ნებისმიერი ადამიანი რომელიც შეიძლება საერთოდ არ ფიქრობს შემნაირად და საქართველოს მოქალაქეა სულ რომ აი არ შემეძლოს და რაღაცნაირად ანტიპატია მქონდეს რომ დავინახო რომ ვიღაცა ურტყავს და პოლიცია და ხმას არიღებს ამაზე გავგიჟდე მართლა რა მნიშვნელობა აქვს მოქალაქეა და კანონია და არ ხდება სწორედ იმიტომაც ვიბრძვით ასეთი რამდენიმე კიდე თემა არის რომელზეც როგორ ვერ უნდა შევთანხმდეთ ვერ ხდება რა არის იცი რა არის მე მგონია რომ პრობლემა სწორედ ის არის გაკეთებული დღევანდელი ხელისუფლების, იმიტომაც გააუქმა სასამართლო, იმიტომაც გააუქმა პოლიცია, რომ ადამიანებმა დავიწყოთ ერთმანეთის დაცვა და გქონდეს ერთმანეთის მიმართ ბრაზი და წაგკიდოს ერთმანეთს და ამიტომ მე აქ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ მხარეს ვამბობ, იმიტომ რომ უბრალოდ ცდილობს დღევანდელი ხელისუფლება რომ ხარეებად გადაგვაქციოს. ორივე მხარის მიმართულებით ვიძახი რომ არ შეიძლება ამის კეთება. მე არ მოვუწოდებ იმას რომ ვინმე შენ ეს არ თქვა და იმან ესე თქვა, ამას არ ვამბობ. უბრალოდ მინდა იმაზეც დავფიქრდეთ აუცილებლად რომ ეს ყველაფერი მალე მორჩება და ჩვენ ამ ქვეყანაში ერთად უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ ერთმანეთის გარეშე არ ვარსებობთ და მინდა გავახსენო ჩემს მეგობრებს და თანამოქალაქეებს რომ დღეს ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. დღეს ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს, ხარჯავს უდიდეს რესურსს და ფულს და ადამიანურ რესურსაც და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ეს ფოკუსი დავკარგოთ, რომ ჩვენ გადავიდეთ თავის დაცვაზე, რომ ჩვენ გვეშინოდეს, რომ ჩვენ ვიყოთ პანიკაში, რომ ჩვენ ერთმანეთს წაგკიდონ, დაგვშალონ და დაგვანაწევრონ და მთავარი არის ის, რომ დღეს ეს ფოკუსი არ უნდა მოგვერღვეს. დღეს აუცილებლად უნდა ყოველ წამს, ყოველი ბრაზის მორევის დროს უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვიბრძვით უსამართლობის წინააღმდეგ და ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს მომავლისთვის. ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, აი ამაზე ფოკუსის შედეგად მგონია, რომ ეს აზრი აუცილებლად ყველაფერს მერე თავისთავად დაალაგებს. მე ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია, ვიცი, როდესაც უსუსურად გრძნობ თავს ტოტალური უსამართლობის წინააღმდეგ, ეს არის კატასტროფა და ნებისმიერ მხარეს მყოფი ადამიანისთვის ეს არის ურთულესი რამე. თუმცა ხო, დღეს ვდგავართ ამ ურთულესი ამოცანის წინაშე და ყველამ ერთად ნებისმიერ ეგრეთ წოდებულ ბანაკში თუ მხარეში მყოფმა ადამიანმა ერთად უნდა დავამარცხოთ ეს ურთულესი ამოცანა, იმიტომ რომ სხვანაირად არაფერი არ კიდე იმიტომ ვიბრძვით, რომ სწორედ ასეთი პოლარიზება დასრულდეს და ბოლოს ვიტყვი სანამ ჭრაზე გავალთ ერთ რამეს, რომ თუ ჩვენ მოვახერხებთ დასავლეთთან ინტეგრაციას, აქ პოლარიზაცია დასრულდება. მაგრამ დასრულდება სწორი მიზეზებით და თუ ჩვენ გადავდგავთ ნაბიჯს რუსეთისკენ ან ჩინეთისკენ, მაშინაც დასრულდება პოლარიზება, მაგრამ ძალიან ცუდი მიზეზების გამო დასრულდება. იმიტომ დასრულდება ცუდი მიზეზების გამო, რომ აქ ადამიანები ან მე ქვეყნიდან უნდა წავიდნენ, ან ისეთი რეპრესიების ქვეშ იყვნენ, რომ ბოლოს გატეხონ. და იქ პირიქით, იმიტომ დასრულდება პოლარიზება, რომ რეალურად შეწყდება ეს რაღაცა პროპაგანდა, ხალხი გადაანალიზებს ამ ძალიან რთულ პერიოდს და ყველანი ერთად ვიქნებით და ყველა ვეცდებით, რომ აი რაღაცნაირად მართლა სიმწრით მოტანილის შემდეგ უკვე რაღაცა გარკვეულ ევროპული კურსი
რესურსი ბოლომდე მივიყვანოთ და ერთად ვიყოთ და იმაზე ვიფიქროთ, რომ მართლა რა პროექტში მივიღოთ მონაწილეობა და რა ისე თორე მე პირადი არავის მიმართ ესეთი აგრესია ადამიანური ამიტომაც ვცდილობ ამ თემაზე საუბარს, რომ აქ არ შეიძლება რომ პირადად დავუპირისპირდეთ ადამიანები ერთმანეთს. სწორედ ეს არის ის, რაც უნდა დღევანდელ ხელისუფლებას და ჩვენ მათ არ უნდა გავამარჯვებინოთ მინიმუმ ამ ბრძოლის ველზე. ამის თქმით, ეხლა კი შეგვიძლია გავიდეთ რამდენიმე წუთიან ძალიან მოკლე სარეკლამო ჭრაზე და დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემით და ძალიან საინტერესო სტუმრით, ასე რომ დაგველოდეთ. დროებით. დავბრუნდით როგორც შეგვპირდით და ისე გავერთეთ ჩვენ შესავალში, რომ აუცილებლად უნდა უთხრეთ მაყურებელს, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვისაც, რა დღეს არის პროტესტის 21 დღე და ახლაც რუსთაველზე ხალხია და მე ძალიან მიხარია იმიტომ, რომ ეს ნათლად ჩანს, რომ ამ ხალხში სურვილი და პროტესტი და იმის თავისუფლება და რწმენა არ დასრულებულა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეთი სიძლიერე ამდენი დაშინების და ტოტალური უსამართლობის და ძალადობის პირობებში, რომ ეს მშვიდობიანი მანიფესტაცია არასოდეს არ ჩერდება და მაინც გრძელდება მიუხედავად ურთულესი ამინდებისა და ყინვისა და სიცივისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა და ბევრ რამეზე მეტყველებს იმაზე, რამდენად საყოველთაო და აუცილებელია და როგორ ხალხს სხვანაირად არ შეუძლია რა თითქოს რაღაც პირველ ლოკაციად გახდა რომ იქ აუცილებლად უნდა მიხვიდე იმისთვის რომ დააფიქსირო შენი პოზიცია. სამსახურიო მაგითო ამბობ. კი, ნამდვილად რომ უკეთესი ცხოვრება გვინდა და ვიმსახურებთ ამ უკეთეს ცხოვრებას და როგორც შეგვპირდით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან წამოწყებაზე უნდა ვისაუბროთ. შეიქმნა პლატფორმა, სადაც ბიზნესს მიმდინარე მოვლენებზე შეუძლია თავისუფლად დააფიქსიროს თავის აზრი Free Business G და ამ თემაზე სასაუბროთ სტუდიაში გვყავს სტუმარი გიორგი ჩუგოშვილი, სტარტაპერი. მოგესალმებით გიორგი. მადლობა რომ ასე გვიან ჩვენთან ერთად ხართ. და ხო აი იმ პირობებში, როდესაც ყველა მხრიდან გვიტევს ხელისუფლება რა და ყველგან რაღაცნაირი შევიწროვებაა და ადამიანებს ყველა სხვადასხვანაირები ვართ და ზოგს ადამიანს უფრო მეტად შეუძლია ამ თემაზე ღიად საუბარი, ზოგს ნაკლებად და ეხლა მე პირადად სახელოვნებო დარგის წარმომადგენელი ვარ და არ ვიცი ბიზნესში როგორ ხდება. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რითი არის მნიშვნელოვანი ამ პლატფორმის შექმნა და საერთოდ როგორ გაჩნდა ან როდის გაჩნდა ეს იდეა. იდეა გაჩნდა პარასკევს, წინა პარასკევს და გაუშვით კვირას. ანუ ძალიან სწრაფად მოხდა ამ პლატფორმის პირველი ვერსიის შექმნა, მე რა თქმა უნდა რაღაცებს დახვეწა მიდის, რაღაცებს ვამატებთ და ასე შემდეგ. და გაიშვა კვირას პირველ საათზე. BMG-ის ეთერში. იდეა საიდან წამოვიდა? წამოვიდა იქედან, რომ ცოტა შორიდან რომ მოვუარო შეიძლება კი. ეხლა მგონია რომ არის ბიზნესის ტრანსფორმაციის ეტაპი, რომ თქვა 90-იან წლებში ბიზნესი იყო ცოტა სხვა რაღაცა, 2000-იანებში სხვა რაღაცა და ასე შემდეგ ნელ-ნელა ევოლუციას გადის, ხო? რაღაც ის მავნე პრაქტიკა საბჭოთა კავშირიდან გადმონაშ, იქ საერთოდ არ იყო ბიზნესი და მე ძირითადად ბიზნესი იყო რა, რომ სახელმწიფოს ქონებით ვიღაცები დიდდებოდნენ და მე შემდეგ ამ კაპიტალის გამდიდრება ხდებოდა. ახალი თაობის ბიზნესი არის ცოტა სხვანაირი. ეხლა მოდიან რა ბიზნესმენების თაობა, რომლებმაც იციან როგორ აკეთონ, არ იციან როგორ აიღონ ქთამი, როგორ მიცენ ქთამი, როგორ დაალაგონ მთავრობასთან, როგორ იყვნენ მიწებებული რომელიღაცა პარტიას და ასე შემდეგ. ხო, მათ იციან როგორ შექმნან პროდუქტი, სერვისი, მომსახურება, აქცენტი გააკეთონ მომხმარებელზე, განავითარონ, გაზარდონ და რაღაც უცხოელებთან იმუშაონ, ინვესტიციები მოიზიდონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის ბიზნესის მხარე, მაგრამ მომხმარებლის მხარეც იცვლება. ხო, ჯენზი და ახალი თაობები მარტო იმას აღარ უყურებენ, როგორც მომხმარებლის კუთხით, ისე დასაქმებულობის კუთხით, სად მუშაობენ, ხო, ვის პროდუქციას ყიდულობენ, ვის მომსახურებას ყიდულობენ და სად მუშაობენ. ისინი აღარ უყურებენ მარტო იმას, როგორი პროდუქტია, რა ღირს, რამდენად სტაბილურია სამსახური, რამდენ სუხთიან და ასე შემდეგ. ხო, მათთვის ღირებულებები ხდება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ახალი თაობები ხშირად პროტესტს უცხადებენ კონკრეტულ კომპანიებს, ხოლო იმიტომ რომ მათ ღირებულებებში ეშლებათ. ეს ღირებულებები ხო უცხოეთში ხშირად არის რაღაცა გარემოს დაცვითი კომპონენტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ არის მდგრადი ბიზნესი, ასე ვთქვათ და აღარ ვიყიდი მის პროდუქციას. და ჩვენ, როდესაც ამ თემაზე ვფიქრობდით, თქვით ესეთი რაღაცა, რომ ეხლა არის ყველაზე დიდი ღირებულება დღევანდელ მოცემულობაში არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. და რაღაცნაირად ახლა ამდენი ადამიანი გამოდის, ამდენი ადამიანი იბრძვის, თავის აზრს აფიქსირებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
და ნუ ბიზნეს ჩვენ როგორც მომხმარებლებს და როგორც დასაქმებულებს მე არ მუშაობ ჩემი კომპანიები ხო მუშაობ მნიშვნელოვანი არის ვისთან მუშაობთ და ვისგან ყიდულობთ პროდუქტს იმიტომ რომ არის ესეთი ტერმინი dollar voting რაც ნიშნავს იმას რომ მე რომ მივდივარ და ვყიდულობ კონკრეტულ პროდუქციას მე მას ვაძლევ ხმას ოღონდ ფულით რომ მან გააგრძელოს ამ პროდუქტის გამოშვება ხო მაგრამ ეს არ არის მხოლოდ პროდუქტი ეს არის მისი სოციალური გააგრძელოს ის სოციალური პასუხისმგებლობა რაც აქვს გააგრძელოს ის გავლენები პოლიტიკაზე რაც აქვს გააგრძელოს ის იდეოლოგია რაც აქვს ხო ანუ ამ პროდუქტს როდესაც თანხას ვიხდი უკვე მიყვება რაღაც ესეთი გვერდითი მომენტებიც ხო და მომხმარებლისთვის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდეს ეს ის წარმოებელი ის კომპანია სად დგას ხო სად არის მისი პოზიცია ჩვენ წარსულში ხშირად რაღაცა ესეთი მომენტები რო იყო ხოლმე რომელიღაცა კომპანია გააკეთებდა განცხადებას იქნებოდა ეს პოსტი ჩაიკარგებოდა, გაყვებოდა ისტორიას და დროს. ვიღაცა გაჩუმდებოდა და ისიც დაგვავიწყდებოდა, რომ გაჩუმდა. ვიღაცა პირიქით მეორე პოზიციაზე იქნებოდა და იმასაც ისტორია წაიღებდა და ისიც დაგვავიწყდებოდა, ხო? იმიტომ რომ მოხსოვდება ესეთია რა, სოციალური ქსელიც ხო ეს პოსტს დადებ, თავიდან ლაიქები აქვს, მე აღარავის ის პოსტი არ ახსოვს, ხო? ამიტომ თქვით რომ მოდი ახალგაზრდები არიან ავანგარდი ხო ამ პროტესტის. მოდი გავაკეთოთ ისეთი პლატფორმა, სადაც ბიზნესების პოზიცია დარჩება სამუდამოდ. და 2 წელი გავა, 3 წელი გავა თუ 4 წელი გავა, მიუბრუნდებით და ვნახავთ რომ აი ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში ეს კომპანია სად იდგა? დააფიქსირა თავისი პოზიცია არ დააფიქსირა, შეუერთდა, არ შეუერთდა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვადასხვა კოკა-კოლა შეუერთდა და კოკა-კოლა შეუერთდა, კი, ძალიან გვიხარია. ხო, კოკა-კოლა შემოუერთდა. მაგრამ შეერთებაც არის, რას უერთდები, მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? და მე მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით 1900-მდე კომპანია არის, რომელმაც თვითონ გამოხატა სურვილი 3 დღეში, რომ ამ განცხადებას შეერთებოდა. ეს ნიშნავს იმას, რომ განცხადებაც ნორმალური არის და ის არ არის პოლიტიკური. ის არის მომავალზე ორიენტირებული, რომ ქვეყანაში რაღაცეები წავიდეს სწორი მიმართულებით, რა. განცხადება ესეთია, ძალიან მოკლეა და პირველი პუნქტი არის ის, რომ ცალსახაა, რომ ის რაც ქვეყანაში ხდება, გაცდა პოლიტიკურ კრიზისს, ან პოლიტიკურ მოცემულობას. ეს არ არის, რომ პარტიები ერთმანეთში კამათობენ, დისკუსიობენ, მთავრობაში მოსვლა უნდათ ასე თუ ისე, გაცდა. ესე თუ გაგრძელდა, მაგალითად თუ შევხედავთ წმინდა უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას ბოლო კვარტალში, ფაქტიურად განახევრებული არის. ამ კვარტალში რა იქნება და შემდეგ კვარტალში ეს კიდე ცალკე ამბავი არის, ხო? ცალკე უყურებთ პოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც არის განსაზღვრელი ასევე ეკონომიკურ-სოციალური სიტუაციის, ხო? იქ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დასრულდა, ბრიტანეთთან დასრულდა, ევროკავშირთან შეჩერდა, ყავს ადმინისტრაცია და ვთქვათ, რომელიც სანქცირებულია, ხო, ევროპაში უნდა შეგვიყვანოს ადამიანებმა, რომლებსაც პასპორტი ევროპაში ვერ შედის, ხო, ეს არის პოლიტიკური მოცემულობა. ბიზნესი ამას ესე უყურებს რა, მოცემულობად იღებს, როგორც მაგალითად გარეთ გადიხარ და წვიმა მოდის, ეს არის მოცემულობა. ეხლა რა ვქნა? ხო, მაგრამ ეს გადაითარგმნება აუცილებლად ეკონომიკურ მოცემულობაში, თუ გაგვექცა ეკონომიკური სიტუაცია და წავიდა კურსის გაუფასურება, წავიდა ინფლაცია, ეს შეეხება ყველას მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ აზრს ან მხარეს უჭერდა მხარს, რა მოწონდა, რა არ მოწონდა და ასე შემდეგ და დგას აქციებზე თუ არ დგას აქციებზე. და გადავა სოციალურ პრობლემაში. ეს არის პირველი წინადადება, რომ პოლიტიკას გაცდა შეიძლება გადაიზარდოს მალე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემაში. და არის მნიშვნელოვანი დეესკალაცია. და მე დეესკალაციისთვის არის 2 ნაბიჯი გადასადგმელი, რომელსაც ბიზნესი თან ხდება და 1900 კომპანია თუ შეუერთდა, მათ შორის დიდები და პატარები, ესე იგი ამ ნაბიჯებს თვლიან ყველაზე ქმედით ნაბიჯებად, ხო ეს არის, რომ უნდა დაინიშნოს ახალი სამართლიანი გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც ყველას დააწყნარებს, ყველას დაამშვიდებს და იქნება ყველაფერი გამჭვირვალედ, მათ შორის კომპანიების პოზიციებიც ამ პლატფორმიდან გამომდინარე. ვიცი ეს სიტყვა გაგვიფუჭეს, მაგრამ რეალურად კარგი სიტყვაა.
და მეორე რომ ყველა ვნახეთ რომ ახალგაზრდები პოსტდაკავების და სასამართლოს ყველა ეტაპზე მათ შეეზღუდათ ფუნდამენტური ადამიანური უფლებები. არ შეიძლება ადამიანის წამება, მით უმეტეს დაკავებული ადამიანის თუ დაკავების პროცესს ცოტა თავს გავანებებთ კიდე, დაკავებული ადამიანის ცემა უკვე ყველაფერს ხდება და მეორე არის რომ სასამართლოზე ვიდეო საჩვენებ რომ არაფერი არ დაგიშავებია და მაინც დამნაშავე გამოდიხარ. დაცვის უფლებაც წართმეული გაქვთ ფაქტიურად. ფაქტიურად სიმართლის ფასი არ ისეთია რა, შემცირდა ან გაუქმდა. ხო, ამიტომ ეს ადამიანები არიან გამოსაშვები, ანუ ბიზნესი იძახის ამ რაღაცას, რომ იმისთვის რომ მოხდეს დეესკალაცია, დაუბრუნდეთ ნორმალურ ეკონომიკურ სამუშაო რეჟიმს, უნდა იყოს თავისუფალი გამჭვირვალე არჩევნები და ეს ადამიანები უნდა გამოუშვან, არ იმსახურებენ, რომ ციხეში ისხდნენ. და ბოლოს არის მთლიანად პოლიტიკისგან დაცლილი და წერია რომ თუ ეთანხმები ამ ნაბიჯებს, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური ხედვა გაქვს, შეგიძლია შემოუერთდე. ხო, ანუ ეს არის ბიზნეს განცხადება, ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ხო? შეიძლება მოგწონდეს ის, მაგრამ თუ გზა კრიზისიდან გამოსასვლელი ეს არის, მოდი ჩვენ გვერდით დადექი. ხო? ანუ აი ეს მოკლე განცხადება, ეხლა ცოტა გზლად მოვყევი, მაგრამ აი განცხადება ძალიან მოკლე წერია თვითონ პლატფორმაზე. და ამას უერთდება ზუსტად ეს 1900 ბიზნესი. 1900-დან ახლა იქ ონლაინ ხდება ამ შემოერთება და ჩვენ რაღაც პასუხისმგებლობა ჩვენი გვაქვს და უნდა დავწმუნდეთ რომ ის ვინც შეავსო ეს განაცხადი უფლებამოსილი პირია. ამიტომ თითოეული კომპანია გადის ვერიფიკაციას, ჩვენ მათ ვურეკავთ, ვრწმუნდებით რომ ის ან დირექტორი ან დაფუძნებლის სახელით საუბრობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შემდეგ ვანთავსებთ პლატფორმაზე უკვე მათ პროფილს ასე ვთქვათ. 1100-მდე კომპანიამ უკვე ვერიფიკაცია გაიარა და ახლავით 800 კომპანია არის რომელიც ახლა არის ვერიფიკაციის პროცესში. მაგრამ პლატფორმას აქვს ასევე მეორე მხარე. ეს არიან კომპანიები, რომლებმაც თვითონ გამოხატეს ინტერესი და შეუერთდნენ ამ განცხადებას. მაგრამ მეორე მხარეც არის, რომ საზოგადოებას ზოგიერთ კომპანიებზე აინტერესებს ისინი აი ამ ნაბიჯებს, ქმედით ნაბიჯებად თვლიან და ფიქრობენ, რომ ეს არის გადასადგმელი, თუ რაღაცა სხვა გეგმა აქვთ დეესკალაციის და სხვა მოსაზრებები აქვთ, ხო? ამიტომ ადამიანებს შეუძლიათ რომ დააფიქსირონ, რომელი კომპანიის პოზიცია აინტერესებთ, ამ გეგმას უერთდება, თუ ალტერნატიული რაღაცა ხედვა აქვს, ან საერთოდ არაფიქსირებს თავის აზრს. ხო, ესე სამი განყოფილება გვაქვს უხეშად რომ ვთქვათ. ამ გეგმას უერთდები, არ ვაფიქსირებ პოზიციას და სხვა გეგმა, არ უერთდები ამ გეგმას, ანუ რაღაცა სხვა გეგმა აქვს რა. დაახლოებით 15000 ადამიანის მოთხოვნა შემოვიდა, სადაც კონკრეტულ კომპანიებზე წერენ რომ აი ამის პოზიცია მაინტერესებს, აი ამის პოზიცია მაინტერესებს, აი ამის პოზიცია მაინტერესებს. ნუ ხა ჩვენ რადგან კვირას გავეშვით, ამ მონაცემებს ჯერ არ ვაქვეყნებდით დღემდე. იმიტომ რომ ხო უნდა მივიდეს კომპანიამდე ინფორმაცია, რომ ესეთი პლატფორმა არის, უნდა შეეთანხმდნენ, გააკეთონ განცხადება, მოგწერონ ჩვენ ვერიფიკაცია გავატაროთ, ამას ხო დრო უნდა და ამიტომ ვთქვით, რომ აი ორშაბათს კვირას რო გავეშვით, ხუთშაბათს პირველ საათზე პირველ 100 კომპანიას ყველაზე რეიტინგულს, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტი საზოგადოებრივი ინტერესი რომელ კომპანიებსაც ჰქონდა, იმ პირველი 100 კომპანიის სიას გამოვაქვეყნებთ იმ გრაფაში, რომელსაც ქვია, რომ ჯერ არ შემოერთებია ამ იმას, ასე ვთქვათ, ქმედითი ნაბიჯების გეგმის მომხრეობას, ასე ვთქვათ რა. და ხვალ პირველ საათზე დაიდება პირველი 100 ყველაზე მოთხოვნადი კომპანიის სია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა დედლაინი არის და всё ხვალიდან ვერავინ ვერ შემოუერთდება. პირიქით, ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოუერთდეს ამ განცხადებას, რაც მეტნი ვართ, უფრო ძლიერები ვართ და უფრო ნიშნავს, რომ სწორი გზა არის რა. ამას უფრო მეტი ადამიანი, მეტი კომპანია ეთანხმება, ხო? გიორგი, აი საინტერესო არის თქვენი აზრით, იმიტომ რომ დღეს მართლა იმდენად სახალხოა მთელი ეს ქვეყნის გადარჩენის, ასე რომ ვთქვათ, მთელი ეს პროცესი, ყველა ადამიანი ცდილობს, რომ რაღაც თავის გაიღოს. აი ამ შემთხვევაში რა როლი აქვს ბიზნესს, ვთქვათ, აი ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილება რომ გამოიწვიოს, ვთქვათ, როდესაც აი ესეთი რთული და კრიზისული მომენტია, რა შეუძლია შეცვალოს ბიზნესმა მთელ ამ პროცესში?
მაგისტვის პირველ რიგში უნდა ისე ძალიან დეტალურად არა უფრო high level როგორ ზოგადად თქვათ როგორ მუშაობს ზოგადად ეკონომიკა და ბიუჯეტი ხო კერძო სექტორი აგენერირებს დოვლათს ხო ისიღებს რისკებს აკეთებს ინვესტიციებს ასაქმებს ადამიანებს ძირითადად და იღწის გადასახადებს ხო გადასახადები მიდის მე ბიუჯეტში ბიუჯეტს ყავს ადმინისტრაცია რომელსაც ჩვენ ვეძახით მთავრობას და მე სიტყვა არ მომწონს იმიტომ რომ მთავრობა არ არის მთავარი ის არის ადმინისტრატორი მას უხდით ხელფას იმაში რომ მართოს პროცესები მართოს სახელმწიფო სერვისები ხო და ამ სახელმწიფოს აქვს სამი შტო რომელიც აი მოსახლეობას რაღაცნაირად ეს თემები ძალიან მიყვარს და არის checks and balances სისტემა, ხო? აღმასრულებელი, საპარლამენტო და სასამართლო ხელისუფლება, ხო? რომელიც უნდა აბალანსებდეს ერთმანეთს. ვერც ერთმა ვერ უნდა გადაწონოს. ეს ჩვენთან მოშლილია. აბსოლუტურად მოშლილი არის, რაც ცუდია და ნუ ერთპარტიულ მმართველობას ყოველთვის ეს მოყვება და ნუ არა უშავს ყოველთვის ესე გქონდა და მივალთ ალბათ იქამდე რომ ნამდვილი დემოკრატიამდეც მივალთ. მაგრამ ნახეთ როგორი უცნაური მოცემულობა გვაქვს რომ ბიზნესი უხდის ფულს ადმინისტრირებაში ხალხს და ეშინია რომ უთხრას რომ ცუდად აკეთებს ადმინისტრირებას. ხო აი დაახლოებით შევდივართ მაღაზიაში ვყიდულობთ პროდუქტს და გვეშინია რომ არ გვეჭხუბოს მაგალითად გამყიდველი ან მაღაზიის მენეჯერი, ხო? რა უცნაური მოცემულობა არის, ხო? ანუ ჩვენ ბიზნესი, კერძო სექტორი, ნუ რაღაც საჯარო სექტორის იხდის საშემოსავლო გადასახადს, გან არ იხდის, მაგრამ როცა ბიუჯეტიდან ამოიღებ და 20%-ს ბიუჯეტში ჩააბრუნებ, ეს ნუ ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში გადადება არის, ხო? იქ კი ადამიანს აკლდება და ნაკლები შემოსავალი აქვს, მაგრამ ბიუჯეტიდან ჩაერიცხა და ბიუჯეტში დაბრუნდა, ხო? მან ეფექტი არ არის. რეალურ იმას ქმნის კერძო სექტორი. ხო, დაახლოებით ნებისმიერი ბიზნესის საშუალოდ 30-დან 40%-მდე მიდის ბიუჯეტში, DGG, საშემოსავლოს, ქონების გადასახადის, აქციზის თუ სხვა გადასახადების, ეს არის 30-დან 40%-მდე, ხო? ამიტომ დანარჩენი მოგება თანამშრომლებს ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ძალიან უცნაურია რა, მე ვაგენერებ დოვლათს 30%-ს, 40%-ს გაძლევ შენ რომ გააკეთო საქმე და მე მეშინია რომ შენ გითხრა რომ ვერ აკეთებ საქმეს კარგად. ხო, კარგად ვერ აკეთებ საქმეს რა. ამიტომ აი ბიზნესის ტრანსფორმაციის ეტაპსაც მაგას ვეძახი რომ ნელ-ნელა მე ძალიან მიხარია რომ ამდენმა ბიზნესმა სამ დღეში რაღაც გადაწყვეტილება მიიღო რომ ეთქვა ზოგი დიდია, ზოგი პატარაა და ასე შემდეგ. BMG-ზე ძალიან მნიშვნელოვანი ეთერი იყო. BMG-ზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეთერი, მაგრამ მგონია რომ უბრალოდ რაღაცა საკითხები ძალიან სწრაფად იძრება და წინ მიდის თუ უბრალოდ დღის წესრიგში დადგა. ხო, ნუ ჩვენი ამოცანაც ეგ იყო რომ დღის წესრიგში დადგეს ესეთი ტიპის დისკუსია, რომ ჩვენ ვიხდით ფულს ადმინისტრირებაში და რატო გვეშინია რომ ხმა მოვიღოთ რომ რაღაცა ისე არ მიდის როგორც უნდა მიდიოდეს, ხო? და მეორე საკითხი არის კიდე რომ დისკუსია გვინდა რომ წამოიჭრას მომხმარებლებში და თანამშრომლებში რომ მოდი მარტო პროდუქტი არ არის, მარტო ფასი არ არის, მარტო სამსახურის სტაბილურობა არ არის, მარტო ხელფასი არ არის. ვინ აკეთებს ამ ყველაფერს, ვისთან ვმუშაობ, რა პოზიციაზე დგას, მაშინ როდესაც ქვეყანას სჭირდება პოზიციის დაფიქსირება, ხო? ანუ ეს ხო არ არის რაღაცა სტანდარტული მოცემულობა, რომ რაღაცა მიკრორეგულაციის განხილვა მიდის, ხო? ეს არის ქვეყანა ესე თუ ქვეყანა ისე. ქვეყანა, ოღონდ მე სუფთა ბიზნესურ ეკონომიკურ კომპონენტში ვიძახი ახლა, ხო? იქ რა თქმა უნდა რაღაც უფრო დიდი ფსონები არის და უფრო დიდი რისკები არის ქვეყნის გადასახედიდან, მაგრამ ეგეც რო გვერდზე გავწიოთ. არ მინდა პოლიტიკაში გადავიდე, არ მაინტერესებს, მე ვარ სტარტაპერი, მინდა ინოვაციების, ტექნოლოგიების კეთება, შექმნა პროდუქტების, რომელსაც უცხოეთში გავიტან და იქნებ ერთ დღეს შევძლო, რომ რაღაცა ისეთი
ისეთი შექმნა, როგორც თქვა Skype იყო და მე ქვეყანას გაუთქვა სახელი. ხო და ამისთვის ესეთი ბიზნესებისთვის საჭიროა ხელსაყრელი პირობები. ინტეგრირება მსოფლიოსთან დასავლეთ სამყაროსთან ცალსახად საჭირო არის, ხვანაირად ვერ გამოვა. მაგრამ აი ეს დისკუსია მინდა რომ იქნებ რაღაცნაირად ნელ-ნელა ადუღდეს, რომ აი თანამშრომლები თავის მენეჯმენტთან რომ დაჯდებიან და ეტყვიან რომ პირველი წინადადებაში რამე პრობლემური არის? ნუ არა, იმიტომ რომ კრიზისი გვაქვს, პოლიტიკას გაცდა, გადაიზრდება ეკონომიკაში, სოციალურში, სერიოზულ ამბავში ვიქნებით. მეორე წინადადებაში რამე პრობლემური არის, რომ რამე სხვა გამოსავალს ხედავ, გარდა იმისა, რომ სამართლიანი გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს, აი რაღაც როგორ მე ხედავ რომ უნდა დაალაგდეს, ნუ თქვათ არა. შეიძლება კონდეს იდეა და დისკუსია წავა. მესამე ეს ხალხი გამოსაშვებია, რომ აპოლიტიკურია განცხადება, აპოლიტიკური არის, ხო? ანუ ყველა პუნქტში თუ ოკეი ვართ, ჯამარა დააშავა. ხო? და თუ ჯამა არაფერი არ დააშავა, ცალცალკე ცხვირი გავს, თვალი გავს, ხო? მაშინ რატომ არ უერთდებით, ხო? შემდეგი ლოგიკური დისკუსია არის, რომ თუ არ უერთდებით, ორი ძირითადი ხაზია. ერთი რომ ვინც შეუერთდება, ჯოხი გადაწყდება და მოდი სხვებზე გადაწყდეს, რაც არც ისე ღირსეული განცხადება და მეორე რომ ვიძახი რომ ყველაფერს ვეთანხმები, მაგრამ რაღაცას მაინც არ ვეთანხმები და გატყუებთ, ხო? ძირითადი ხაზი ეს შეიძლება რაღაცა მესამეც იყოს, მეოთხეც იყოს და რაღაცა. მაგრამ ეს დისკუსია უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არის, ჩემი აზრით, ხო? იმიტომ რომ რაღაცეები არის მასში research რო აკეთება, რაღაცას რო იკლებ, არის ორი ტიპის, top down analysis, როცა ზემოდან აკეთებ განზოგადებას, ან bottom up analysis, როცა ქვემოდან უკვე რაღაცა დასკვნას აკეთებ, ხო? ჯერ გაქვს მონაცემები და განაზოგადებ, ან რაღაც ზოგადი ის გაქვს და მერე გაშლი ამას იმაში. აი, როდესაც ქვემოდან თანამშრომლები და მომხმარებლები ბევრი ადამიანი ეტყვის, რომ მე ვყიდულობ შენ პროდუქციას, მე გაძლევ შენ ფულს, რესურსს, რომ განვითარდე, გაძლიერდე რაღაცა, მაგრამ არ მომწონს როგორი ადამიანიც ხარ და როგორც ექცევი ქვეყანას, ხო? ხო, ის ხო არ არის, რომ მარტო ფული გავაკეთეთ და ამ საზოგადოებაში აკეთებ შენ ფულს. ამ საზოგადოების სიკეთეებით სარგებლობ, ხო? ამ ისეთი საზოგადოება ვართ, რომ 21 დღე არის 100,000 ადამიანი გამოდის და ნუ აი რუსთაველი არის ისეთივე, ნუ რამდენიმე შუშა რაღაცა ხო, მაგრამ ანუ საფრანგეთში აღარ იქნებოდა რუსთაველი, ხო ვთქვათ. რა თქმა უნდა. ანუ ძალიან კულტურული, ძალიან კანონმორჩილი ხალხიც ვართ, ის ვარ, აქ აკეთებ. და როცა სანამ კარგი იყო მოდი ფულს გავაკეთებ და როცა გაგიჭირდათ მოდი დაგელოდებით ჯოხი როდის გადაწყდება ვიღაცაზე და როცა კაი იყო ისევ ხო ის არის ფაქტობრივად ჩემთვის პირადად ის ხალხი უფრო პატივსაცემი არის ვინც იტყვის რომ იცი რა მე ამ გეგმას არ ვეთანხმები პირდაპირ მაინც ხო და მე ვფიქრობ რომ ეს არის გასაკეთებელი ან მე ვფიქრობ რომ საერთოდ ეს მოცემულობა არ დგას არ ვარ არ არის ღიად აფიქსირებს ხო და ვამბობ რომ მე ესე მგონია ხო შეიძლება ვწდები მაგრამ ესე მგონია მაგრამ აი ხმამაღლა რომ ისმის დუმილი ხო ზუსტად აი ეგ არის მგონი ეხლა ყველაზე არაღირსეული მოცემულობა რომ მე გავიტრუნები იმიტომ რომ არ ჩამწვადი დავწვა და არ ჩამფური ქვეყნისთვის ესეთ კრიტიკულ მოცემულობაში და მეორე მომენტი არის კიდე მეორე თუ მესამე არ მახსოვს მაგრამ რაღაცა მომენტია რომ იცი თუ ისე მოხდა რომ ეხლა ჩვენ რასაც ვიძახით რომ დაგვემართება ეს ბიზნეს კომიუნიტი რასაც იძახის რომ თუ დროზე ეს დეესკალაცია არ გავაკეთეთ ცუდი ამბები მოხდება ეკონომიკურ სოციალურ კომპონენტში ვიძახი ფასები გაგვექცა კურსი გაგვექცა ჩვენი სესხები გახდა 2 იმდენი იმიტომ რომ დოლარში გვაქვს და კურსი გაიქცა ფული აღარ აქვს ხო და ასე შემდეგ მე რა აი ის თითების გაშვერა და წარსულში ის არ მიყვარს ხოლმე მაგრამ ხო ჩავხედავთ ამ ბაზას და ხო ვიტყვით რომ აი შენ პირადად ხო ჩემზე მეტი პასუხისმგებლობა გაქვს არავის გადაბრალების მომენტი არ მინდა და ის მომენტი არ მინდა რომ გამომიდეს მაგრამ აი ვიცი ჩემ შულს რომ
ჩვენ ეხლა არ მყავს მაგრამ რომ ეყოლება შვილი და 5 წლის რო გახდება და რომ ეტყვის რომ ისე 90-იანები ვთქვათ რატო არისო ეკონომიკა ჩამოშლილი რატო არისო იმას მაინც დავსერჩავ და ვეტყვი რომ აი ხო მე აქ ვიდექი რა და ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე და გარკვეულწილად რაღაც არქივი და მათიანია მიმდინარე მოვლენების მაგრამ ამის გარდა მე რაღაც ესე დავინახე მთელი ეს ყველაფერი რომ გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ბიზნესებმა პატარებმაც და დიდებმაც ერთმანეთიც დაინახოთ და მიხვდეთ რომ ბევრი ხართ ამ აზრზე და იმიტომ რომ ჩემთვის პირადად აი მაგალითად როცა მსახიობები გავიფიცეთ და ეს როცა გახდა საყოველთაო და ყველა თეატრი არის ახლა გაჩერებული და არავინ სპექტაკლს არ თამაშობს ანუ ეგ დიდ მეტ мотиваციას გაძლევს და ძალას გაძლევს, როცა ხედავ რომ მარტო არ ხარ ამაში. და მეტი мотиваცია გაქვს და რწმენაც უფრო გიძლიერდება იმისა, რომ გაიმარჯვებ აუცილებლად, იმიტომ რომ ხუთი ბიზნესი ვთქვათ რაღაცას ვერ შეცვლის, მაგრამ როცა არის 5000, ეს უკვე სხვა ძალა არის რა. ხო და თან ასევე ვფიქრობ, რომ ეს პლატფორმა კიდე იმითი არის კარგი, რომ გარდა იმისა, რომ ისტორიულად მნიშვნელოვანი იქნება, ხო, მართლა თქვენი თქმის არ იყოს, რაღაცა არქივია, გარკვეულ თავის ისტორია იქნება ამ ყველაფერს. ამავე დროს ძალიან პრაქტიკულიც არის რა. ბევრი მიზეზებით არის პრაქტიკული და ერთ-ერთი სხვათა შორის არის ის, რომ რახან ეს პლატფორმა შეიქმნა და რაცაც თქვენ ამბობთ, ეს არგუმენტი, რომ მე გავა პერიოდი და რაღაცნაირად ჩაიხედავ, ხო? ანუ თითქოს როგორ თქვა არ მინდა პირველ რიგში ყველა კომპანიას ძალიან დიდი მადლობა, მის თავის სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირა. მათ შორის ვინც შეიძლება უბრალოდ არ დაეთანხმა. მაგრამ თქვენი თქმის არ იყოს მეც პატივს ვცემ თუ უბრალოდ პოზიციას აფიქსირებ. ან დავაზუსტებ. ან საერთოდ იქ მთავრობის მომხრეა, მაგრამ თulis რომ ეს გასაკეთებელია რა. რა თქმა უნდა. აუ რა ფუნდამენტურ საკითხებზეა საუბარი, აი რასაც ვამბობდი ზუსტად, როდესაც ჩვენ საუბრობდით პოლარიზებაზე, ვამბობდი რომ არის საკითხები, რომელზეც შანსი არ არის არ შეთანხმდე, ხო? იმიტომ რომ გამორიცხულია ვერ თანხმდებოდა იმაზე, რომ არ შეიძლება ქვეყანას პოლიცია პირდაპირ ბრძანება ქონდეს, რომ ხელი არ გაანძლიოს თუ კონკრეტული ჯგუფი ადამიანები ძალადობენ ვიღაცას. ანუ ამაზე ხო თანხმდებით, რომ არ არსებობს ეგეთი ქვეყანა და მოცემულობა, სადაც ეს მოსულა, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ ამავე დროს ამ პლატფორმის მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ ფსიქოლოგიურად შეიძლება ვიღაცებზე იმოქმედოს ამ კუთხით, რომ ნახე, ეს ყველაფერი ფიქსირდება. ანუ ესეც არის რაღაც გარკვეული ბაზა, პლატფორმა. მან რა მინდა ვთქვა რა, ეხლა არის ხოლმე რომ აი ვთქვათ ვინც წახალისება არ დააფიქსირებს, მე დააბულა ბულინგის საკითხი თქვენ წამოწიეთ შესავალს, როცა აკეთებდით და მე ამ კომპანიებს დააბულინგებთ თუ რას იცავთ. არავის დაბულინგებას ჩვენ არ ვაპირებთ. ხო? და ეხლა ისა უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია ხდება. ჩვენ ფაქტის კონსტატაცია ბულინგად როგორ შეიძლება აღვიქვათ, ხო? ანუ არ ვიცი. სახელების დარქმევა ხდება ყველაფერზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რაღაც ისეთი არის, რომ არის სახელი თუ დაარქვი დავიღუპე, მაშინ რატო აკეთებ? ხო? ანუ ჩვენ ამას არის ხოლმე რომ აი ამდენი ბიზნესი შეკრიბეს და ეხლა რა მოყვება ამ ყველაფერს. ხო, რაღაც ესეთი დისკუსები არის, რა არის შემდეგი ნაბიჯი. შემდეგი ნაბიჯი არც ყოფილა დაგეგმილი და არც მაქვს თავში შემდეგი ნაბიჯი რა იქნება, ხო? ეს არის რაღაცა ერთ დღეს დავჯექით და ვთქვით, რომ ეს იქნებოდა კარგი დისკუსიის წამომძღები ინსტრუმენტი. ხო, ინსტრუმენტი არის, პლატფორმა არის ინსტრუმენტი. და ჩვენ ვართ უბრალოდ ამ პლატფორმის ადმინისტრაცია ვართ. მეტი არაფერს არ ვაკეთებთ ვერიფიკაციას და უსმენთ ხალხი ვის პოზიციას ითხოვს და შემდეგ იმ ვდებთ სიას, რომ ამ ხალხი ამ კომპანიების პოზიცია აინტერესებს. ის კომპანია თუ შეუერთდება გადმოვსვათ შეერთებულებში, თუ არ შეუერთდება და სხვა გეგმას დადებს, გადავსვათ იმ ჯგუფში, რომელსაც სხვა გეგმა აქვს. თუ პასუხს არ გვაგცემს, დავტოვებთ იქ, სადაც ანუ ჩვენ არც არავის ბულინგს არ ვაპირებთ, არც თეორიული შანსიც არ არის ამ პლატფორმის გაპოლიტიკურების. ეს არის ბიზნეს პლატფორმა, ეს არის თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა და ეს არის ძალიან საამაყო ბიზნესების პლატფორმა ჩემი აზრით, იმიტომ რომ დღევანდელ სიტუაციაში თითოეული მათგანი, რომელმაც მოიწერა, რომელმაც თავისი სახელი დადო პლატფორმაზე, გააკეთა ეს თავისი პირადი კონკრეტული რისკის ხარჯზე. კი ბატონო, ვიღაცამ დიდის ხარჯზე, ვიღაცამ იმის ხარჯზე. იმიტომ რომ ისევ და ისევ იქ დაუბრუნდეთ, ხო? რომ რადგან არ გვაქვს დაბალანსებული მართლობითი სისტემა, სადაც სამი შტო ერთმანეთს აბალანსებს, ხო? ამ ადამიანების სუმართლებიც რომ იყვნენ, სულ გაწიკწიკებულათაც რომ მუშაობდნენ, შეიძლება სისტემასთან დაიჩაგრონ, ხო?
ამიტომ ძალიან გამბედავი ადამიანები არიან, თვითონ წამოწყებაც ცოტა რისკიანი იყო და გასაგები ამბავია, მაგრამ აი ვინც უერთდება და ეს არიან უბრალოდ აი როგორც გვიხარია ხოლმე რომ ვთქვათ სპეცნაზის წინ ხალხი დგას და არ ეშინია, ზუსტად ეგეთივე ამაყი ვარ ხოლმე, როდესაც პლატფორმაზე შევდივარ და ვნახულობ რომ კიდევ და მეტი ადამიანი უერთდება. ამიტომ მადლობა მინდა ყველა მათგანს გადაუხადო და აქვე ვიტყვი რომ ანუ ეს ჩემთვისაც დიდი პასუხისმგებლობა არის, ეს არის ნდობა, ხო? მე ხა ამ კომპანიებს მათ დამფუძნებლებს, მათ თანამშრომლებს ამ ნდობას ისე რომ ეს რაღაცა სულელეში გადაითარგმნოს, რა თქმა უნდა, ამას ვერ გავაკეთებ. ეს არის სუფთა ბიზნეს პლატფორმა, რომელიც უბრალოდ აი ამ მიზნით არის შექმნილი და ეს არის ძირითადი მიზანი, რომ უბრალოდ რაღაცნაირად ვიცოდეთ ვისგან ვყიდულობთ, ვიცოდეთ ვისთან მუშაობთ, რა პოზიციაზე დგანან ის ადამიანები და თუ ჩვენთვის ოკეია, იქნებ ჩვენც ჩუმად ვართ, არ არის პრობლემა, ხო? ისინიც იყვნენ ჩუმად, თუ ჩვენ ჩუმად ვერ ვართ, ისინი ჩუმად არიან, დისონანსია რა უყოთ, ხო? შეიძლება ის ჩვენზე მაგარია, ხმამოს იღებს და ჩვენ ჩუმად ვართ, მივბაძოთ. სხვადასხვა სცენარები არის, ხო? ამიტომ გამჭვირვალობა არის კარგი. და ყველაზე ნამდვილი. ხო? აბსოლუტურად გეთანხმები და ძალიან დიდი მადლობა გიორგი ამ არაჩვეულებრივი წარმოწყებისთვის და მადლობა იმ ბიზნესებსაც ნამდვილად ვინც შემოუერთდა ამ პლატფორმას Free Business Cheese და დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. მადლობა მოწვევისთვის. გიორგის დავემშვიდობებით, სულ რამდენიმე წუთიან რეკლამაზე გავალთ და დავბრუნდებით ძალიან მალე ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესო თემით და სტუმრით, ასე რომ ჯერ არ დაიძინოთ. დროებით. დავბრუნდით ისევ ეკა დაგპირდათ, მეც დაგპირდით და პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ჩვენ პირობებს ვასრულებთ და ვბრუნდებით ყოველთვის თქვენთან, ხალხთან. გეუბნე პოლიტიკაში უნდა წავიდე ნელ-ნელა, კი არა, ხუმრობ არ ვაკეთებ. კაი, რაც შეეხება ჩვენ მეორე ბლოკს, ძალიან საინტერესო ბლოკი იქნება, თეონა ბაღდაბაძის მერე, რომელიც აქ იყო და ასევე საუბრობდა პროპაგანდაზე, მის ძალაზე. დღეს ამ ნაწილობრივ თეონას რაკურსითაც შევეხებით, როგორც იმ დღეს შევეხეთ, მაგრამ ასევე კიდე სხვა მიმართულებითაც გავშლით ამ თემას. ახლა ჩვენი სტუმარი არის თაზო კუპრაიშვილი, რომელიც ფლორიდაში იმყოფება და იქიდან უნდა ჩაგვერთოს. თაზო დეტალურად უკვე დიდი ხანია იკვლევს, თქვათ, რას ნიშნავს პროპაგანდა, ზოგადად მედიის მუშაობა საკვირდება, არა მარტო სახელმწიფო მედიის, არამედ ოპოზიციური მედიისაც და საინტერესო იქნება, რას ფიქრობს ის მიმდინარე მოვლენებზე. პირველ რიგში ამ 21 დღიან უწყვეტ პროტესტთან დაკავშირებით თქვენი აზრი რომ მოგვახსენოთ და ასევე მოგესალმებით, მადლობა რომ ჩაგვერთეთ, რაც თავარია და ასევე კარგი იქნება თუ შევეხთებით 21 დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, კარგი იქნება თუ აუცილებლად შევეხებით სამთავრობო არხების, თქვათ, რა მესიჯ ბოქსები აქვს, რა არის ახლა ყველაზე აქტუალური, არის თუ არა ეს მხოლოდ ლოკალური მოვლენა, თუ ეს არის, თქვათ, უფრო სხვა ქვეყნის მეთოდიკა, რომელიც აქ გამოიყენება და ასევე ჩვენთან მიმართებაშიც აბსოლუტურად თავისუფლად შეგიძლიათ იგრძნოთ თავი და ჩვენი შეცდომაზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ, ნუ ახლა ისეთი ქაოსი და არეულობა და გავყვეთ, მოკლედ. დიდი მადლობა პირველ რიგში ეთერის დათმობისთვის და ამ თემაზე საუბრის საშუალება რომ მომეცა. მივესალმებ მაყურებელსაც. ამ 21 დღიანმა პროტესტმა ეს 21 დღიანი პროტესტი რაც მიმდინარეობს, ხო? და რასაც მე პირადად აქედან ვადევნებ თვალს და უშუალო პროცესებში ფიზიკურად არ ვარ ჩართული, აჩვენა წინა სხვა პროტესტებისგან განსხვავებით მთლიანად გააშიშლა ხელისუფლების ძალადობრივი ბუნება, ხელისუფლების ეს ავტორიტარული მიდრეკილებები და გაცილებით ბევრმა ადამიანმა დაინახა რეალურად თუ რასთან გვაქვს საქმე. აქამდე მხოლოდ მაინც ერთადად მედიის ძალიან მცირე ჯგუფი, საზოგადოების ძალიან მცირე ჯგუფი, მათ შორის მედია, პოლიტიკოსები საუბრობდნენ ამაზე და არასამთავრობოები და ეს ესე ვთქვათ საზოგადოების ფართო მასებამდე არ მიდიოდა. ეს ვთქვათ შეგრძნება რომ ხელისუფლება არის სასტიკი და დაუნდობელი. თუმცა აი ამ 21 დღიანმა მოვლენებმა სწორედ ეს აჩვენა, რასაც მედია აქამდე წერდა კრიტიკული მედია, რასაც კრიტიკული მედია აშუქებდა კონკრეტულ ფაქტებს, კონკრეტული ძალადობის შემთხვევებს, ხო? ამ ამბების მასობრიობამ საბოლოოდ საზოგადოების უფრო დიდ, ასე ვთქვათ, ფენას აუხილა თვალი და მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად შეარყია სახელმწიფო პროპაგანდის, ესე ვთქვათ, მთელი ეს ნარატივები. ყველაზე მთავარი მე რატომაც
ჩვენ თქვენ თქვით რომ მედიაც გავაკრიტიკოთო და თქვენც ამაზეც ვისაუბრებთ რა თქმა უნდა რა პრობლემები აქეთ მხარეს და უბრალოდ თავიდან რო შევთანხმდეთ მე აქ საკითხს ვუყურებ ასე რაც აწუხებს ამ კრიტიკულ მედიას მათ შორის მთავარს TV პირველს ფორმულას და სხვა ტელევიზიებს კიდაც ონლაინ გამოცემებს უფრო არის მედიის პრობლემები და ვუყურებ ამას როგორც რაღაც მედიის წინაშე არსებულ პრობლემებს კიდაც პროფესიული კუთხით და სხვა კუთხითაც ხო და რაც შეეხება სახელმწიფო პროპაგანდისტულ ტელეარხებს პირველ რიგში გულისხმობ იმედსა და პოსტივის მე მათ არ უყურებ როგორც მედიას და არ უყურებ როგორც ცუდ მედიას იმიტომ რომ ეს ორი ტელეარხი არ არის მედიას საშუალება ჩემთვის ეს ორი ტელეარხი არის ჩვეულებრივად ქართული ოცნების რაღაც პროპაგანდისტული დანაყოფი რაღაც პარტიული დაწესებულება სატელევიზიო ტექნიკით აღჭურვილი რომლებიც გარკვეულ სპეცოპერაციაში მონაწილეობენ და ამ სპეცოპერაციაში ყველას თავისი წვლილი აქვს იქ სპეცრაზმელებს თავიანთი წვლილი აქვს ადამიანების ცემის, დასახიჩრების, დაპატიმრების, შეურაცხყოფის და რაღაც საშინელი ძალადობის პოლიტიკოსებს ქართული ოცნების პოლიტიკოსებს ამის სამართლებრივი შეფუთვის, მოსამართლებს ამის დამტკიცების, ხოლო აი ამ იმედსა და პოსტივის აქვთ ამ ყველაფრის შეფუთვის და საზოგადოებისთვის სასურველი ფორმით მიწოდების და ეს არის კლასიკური რუსული პროპაგანდის მანქანა და რუსული პროპაგანდისტულ მანქანას როცა ვამბობ არ გულისხმობ მფლობელობას რა თქმა უნდა იმიტომ რომ იმედის მფლობელი არის ამერიკის მოქალაქე ირაკლი რუხაძე პოსტივის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე ხო ერთი შეხვედრით რუსეთთან მათ საერთო არაფერი აქვს მაგრამ საერთო აქვს მეთოდები ზუსტად იგივე მეთოდებით მუშაობენ როგორც მუშაობს რუსული პროპაგანდის მანქანა ერთ-ერთი აქ არც ჩემი ინტერპრეტაცია რაიმე არც გამოგონება ეს რუსულ პროპაგანდას და მის მეთოდებს რა ვიცი უკვე წლებია სწავლობენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები, მკვლევარები და ანალიტიკოსები და მართლა ერთ-ერთში მიყვება აი ამ წესებს, რითაც რუსული პროპაგანდა მუშაობს და რა არის ეს ხო დეზინფორმაციის გავრცელება აბსოლუტურად მოგონილი ამბები, მოგონილი ნარატივები, ისეთი ამბები, რომლებსაც რეალობასთან საერთოდ კავშირი არ აქვს, ასევე უკვე არსებული ფაქტების манипуляციურად წარმოჩენა, რაღაც კონტექსტის გამოცვლა, რაღაცა მნიშვნელოვანი ფაქტების დამალვა, ასე ფოტო და ვიდეო მასალების ფაბრიკაცია და ამის ერთ-ერთი მაგალითი არის, მაგალითად, მხოლოდ ერთ-ერთი და ესეთი არის ძალიან ბევრი, უამრავი უბრალოდ ჩამოთვლო დავიწყოთ, ხო? შეიძლება არ ვიცი, ერთი საეთერო დღე არ ეყოს ამ ყველაფერს, მაგალითად, გაავრცელა იმედმა ეგეთი ქარდი, სადაც აღბეჭდილი იყო აქციის მონაწილე, რომელსაც ხელში უკავია შტატები და მიაწერა, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე სავარაუდოდ იარაღით ხელში. სინამდვილეში იყო ადამიანი, რომელსაც ხელში ეკავა ვიდეოკამერა, შტატივზე დამაგრებული და იღებდა აქციას და ისეთი ფორმითად აღწერით მიაწოდეს ეს ადამიანებს, რომ ამან სერიოზული, ესე ვთქვათ, შფოთი გამოიწვია საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც რაღაცა კრიტიკულად და დაძაბულად უყურებს, ან რაღაც მერყევი განწყობები აქვს აი ამ აქციებთან დაკავშირებით. იგივე მაგალითად, რაც გააკეთა სასულიერო პირმა შალვა კეკელიამ, ხო? პირდაპირ ეთერში ჩაერთო და გამოაცხადა, რომ ეკლესიაში შეჭრნენ ადამიანები და რეალურად შექმნა რაღაცა დაპირისპირების სერიოზული საფრთხე, ხო? ადამიანები დაადანაშაულა ეკლესიაში შეჭრაში, დაადანაშაულა ეკლესიაზე თავდასხმაში და ამ დროს ხო გულწრფელად გაბრაზდნენ ადამიანები, მათ შორის პროტესტის მომხრე ადამიანებიც, იმიტომ რომ არ შეიძლება სადღაც ვიღაცა შევარდეს რაღაცა ველური ფორმებით, რაღაცა არაცილური ფორმებით, განსაკუთრებით ეკლესიაში და ამ საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის მორწმუნე ქრისტიანი მართლმადიდებელი ხო და ეს სენტიმენტები რა თქმა უნდა ყველაფერზე მოქმედებს და ადამიანები სამართლიანად გაბრაზდნენ. პროპაგანდისტულმა მანქანებმა, იმედმა, პოსტივი, მას დამატებულმა რუსთავიურმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეების განმავლობაში ატრიალეს ეს ეკლესიაში შევარდნის თემა, ამაზე ისაუბრეს ток-შოუებში, ამაზე გააკეთეს მილიონი სიუჟეტი და რა აღმოჩნდა 4-5 დღის მერე შალვა კეკელიამ თქვა, რომ ფიზიკურად არავინ შემოჭრილა ეკლესიაში, ეს უთხრა ონლაინ გამოცემა პუბლიკას. აღმოჩნდა, რომ მილიონობით მაყურებელს მიაწოდეს რამდენიმე დღის განმავლობაში შალვა კეკელიას ინფორმაცია, რომ ეკლესიაში შემოიჭრნენ აქციის მონაწილეები და ბოლოს თვითონ შალვა კეკელიამ ონლაინ გამოცემა პუბლიკას, რომელსაც რამდენიმე 10,000 ადამიანზე მიუწვდება ხელი ისიც ონლაინ, ხო? მას მხოლოდ ამ არხით გავრცელდა, ასე ვთქვათ, ეს ინფორმაცია, ეს იყო სიცრუე, ანუ პროპაგანდის
ბუნებაც ეგ არის, რეალურად პროპაგანდისტული ნარატივები თავისი ძაფრი ხასიათის გამო უფრო საზოგადოების უფრო დიდ ფართო მასებამდე აღწევს და შემდეგ რაც უნდა უარყო, ხო? ძალიან რთულია ეს გაანეიტრალოს, თუმცა არა შეუძლებელი და ამას რაც შეიძლება დაუპირისპიროთ არის სიმართლე პირველ რიგში და სხვა არაფერი, იმიტომ პროპაგანდას პროპაგანდით ვერ დაამარცხებ, ანუ არ არის ის ზღვარი, რომელსაც იმედი და პოსტივი ეს რუსული პროპაგანდისტული ტელეარხები არ გადააბიჯებენ, ანუ არ არსებობს ის წითელი ხაზი, რომელსაც ისინი არ გადააბიჯებენ და ეს მათ დაამტკიცეს წლების განმავლობაში იგივე გარეჯი საქართველოს კამპანიით დაწყებული, იგივე ლგბტ ქორწინების თემით დამთავრებული, ახლა მაგალითად ტელეკომპანია იმედი 2019 წელს კონკრეტულად ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე პირდაპირ ეთერში საუბრობდა იმის შესახებ, თუ როგორია მნიშვნელოვანია LGBT ადამიანების გამოხატვის თავისუფლება, აქციების გამართვა, ან მარშების გამართვა და ასე შემდეგ და იყო სრულიად ქვია მეგობრული ტელეწამყვანი, რომელიც ამაზე სიუჟეტებს უშვებდა ეთერში და ხარდამჭერი ტექსტებით გამოდიოდა. ეს ხდებოდა 2019 წელს. როგორც კი ხელისუფლების, ესე ვთქვათ, მიდგომები შეიცვალა და როგორც კი ხელისუფლება სხვანაირად დარჩა, შემოატრიალეს და ახლა სხვას ადანაშაულებენ რაღაც არარსებული LGBT პროპაგანდით, ხო? ანუ ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საზოგადოებაში შემოიტანონ დაპირისპირება და რაღაცა ისეთ თემებზე გააკეთონ აქცენტი, რაც გამოიწვევს დაპირისპირებას რეალურად, ხო? ანუ ჩვენ ნებისმიერ საზოგადოებაში, არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, ხო ძალიან ბევრი თემა არის, რომელზეც არსებობს ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი და ამას თუ სიღრმეებში ჩაყევი, ხო, შეიძლება მართლა რაღაც სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიხვიდე და რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდი არის სწორედ ისეთი თემების წინ წამოწევა და ისეთ თემებზე ხელოვნური დისკუსიების შექმნა, რაც ადამიანებს დააპირისპირებს, მათ შორის ოჯახებში, სამეგობროებში და ასე შემდეგ და რასაც აკეთებენ ახლა და ცდილობენ რომ ეს იყოს წარმატებული, თუმცა ამ პროტესტის დინამიკამ და ყველაფერმა აჩვენა რომ მათი ეს პოზიციები, ასე ვთქვათ, შერყეული, ანუ ეს პროპაგანდის მანქანა მუშაობს მაინც, თუმცა ეგეთი რიხით ვერა, იმიტომ რომ მაგალითად დღეს ვუყურებდი ტელეიმედზე საუბრობდნენ მშობლებსა და შვილებს შორის ეს დიალოგი როგორი მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთმანეთს არ უნდა, მეგობრები არ უნდა დაუპირისპირდნენ, რომ ოჯახები ერთმანეთი არ უნდა დაკარგონ და ასე შემდეგ. ვეთანხმები, რა თქმა უნდა. არ შეიძლება რაღაცა საკითხების გამო ოჯახები, მეგობრები, სანათესავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ასე შემდეგ. ხო, წარმოუდგენელია ეგეთი რაღაც, მაგრამ ვინ აკეთებს ამას, ან ვის მოუწოდებენ? მართლა მაინტერესებს, ანუ რო გვეუბნებიან, რომ ერთმანეთს ტალახი არ ვესრულოთ, ერთმანეთი არ ლანძღოთ, არ ვაბულინგოთ და ასე შემდეგ და და ყველაზე მთავარი, ხო? ლიბერალური ფაშიზმი. ხო? ხო, ცნებებს უცვლიან მნიშვნელობას, ანუ ფაშიზმს ეძახიან Facebook-ზე კრიტიკას, ანუ რანაირად შეიძლება ფაშიზმი დაუძახო Facebook-ზე ვიღაცის გაკრიტიკებას, მით უმეტეს, როდესაც შენ ხარ ძალიან მყარ პოზიციაში, შენ გიმაგრებს ზურგს უკან. ან პარლამენტარს მაგალითად ნინო წილოსანს რო Facebook-ზე ვიღაცა გააკრიტიკებს მისი პოლიტიკური პოზიციების გამო, ამას ეძახის ფაშიზმს, როცა ნინო წილოსანმა მიიღო ორჯერ დაუჭირა მხარი რუსულ კანონს, რომელმაც საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო სექტორი, მედია, 10,000-ობით ადამიანი და მათი ოჯახის წევრები გამოაცხადეს უცხოეთის აგენტებად. აქციებზე ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიტიკური ნიშნით აქტივისტებს. დაემუქრნენ ორი ისეთი ჯარიმები დააწერეს, ზოგის ერთი წლის ხელფასი არ არის ეგ ჯარიმები და ანუ ოჯახებს ანადგურებენ პირდაპირ. პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს დევნიან, ცემენ, არ ვიცი, ისეთ კანონებს იღებენ, რომ არსებობის საშუალებას არ აძლევენ. ოპოზიციური პარტიების აკრძალვასაც გვპირდებიან. აკრძალვასაც გვპირდებიან და ანუ და ამის საპირწონედ გეუბნებიან, ანუ Facebook-ზე ვიღაცის კრიტიკა არის ფაშიზმით, ეს ყველაფერი არის თურმე ქართული საქმე, ანუ მნიშვნელობას დაუკარგეს, ანუ რა ქართული საქმე, რა შუაშია საერთოდ და რაც ასევე ახასიათებს აი ამ რუსული პროპაგანდის მანქანას არის, რომ ეს ორგანიზებული შეტევები ძალიან საინტერესოა, ეხლა რაღაც ამოცნების ჯგუფებში ხდება მობილიზება ევროპელი პოლიტიკოსების Twitter-ზე, Facebook-ზე და ასე შემდეგ, თუმცა ეგეც კი აჩვენებს, რომ ძალიან უმცირესობაში არიან და ისევ რაც ეს უმცირესობაში ყოფნა ძალიან კარგად გამოაჩინა ნაძვის ხის ანთების დღემ, ხო, რაც ნახეთ ყველამ, რომ
და ძალიან საინტერესო რაღაცები დაიწერა Facebook-ზე, რომ ამ 90-მდე პარლამენტარი ხომ ყავთ 20 წარმომადგენლებს, დეპუტატებს, ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, თვითმართველ პარლამენტში. მე ვიცი ახლა დეპუტატები ზოგს 2 შვილი ყავს, 3 შვილი ყავს, მათ შორის ახალ დეპუტატებს, ხო? ყველას რომ თავიანთი შვილები მიიყვანათ იქ, ერთი, რა ვიცი, 100 ბავშვი მაინც ხომ მოგროვდებოდა. ვინ რას ეთყოდა იმ ბავშვებს, არავინ არაფერს არ ეთყოდა, ხო? მაგრამ არა, ანუ არავინ მან ნაძვისხის ასანთებად არ იყო მოსული, იყვნენ პროვოკაციის მოსაწყობად მოსული, უბრალოდ დაინახეს ამდენი ხალხი რაღაცა და ისე შეფუთეს თითქოს აი ხალხი ითხოვს ნაძვისხის ანთებას და ეს ბოროტი პროევროპელები თურმე როგორ რაღაც ეწინააღმდეგებიან ამ ნაძვისხის ანთებას ეს წითელი ხაზიც გადალახეს და ბავშვებს ნაძვისხეც კი წაართვეს. აქამდე ხო ცისარტყელად წაართვეს და ეხა წამლად ერთი ბავშვი არ ყო, კალაძის 4 შვილი ყავს, ხო, არც ერთი არ ყოფილა, მან ვინ დაინახა, მამუკა მდინარაძეს ხო ყავს შვილები და ძალიან ბევრს, ხო? ძალიან კარგი ბავშვები ყავს ყველას და არავინ რომელსაც ახალი წელი უხარია, ჩემ ბავშვსაც უხარია, მდინარაძის შვილსაც უხარია ახალი წელი და თქვენს ბავშვებსაც ყველას უხარია ახალი წელი, ხო? სად იყვნენ, ანუ ვინ შეუშლიდა ბავშვებს ახალი წლის მოწყობაში ხელს, ხო? მაგრამ არა, მან იყვნენ ტიტუშკები მისული და გამგეობს და მერიის ხალხი, რომლებიც ასევე ძალით მიუყვანილებდა, რომლებიც ასევე გადასარჩენები არიან. ბოდიში რომ გაწყვეტინებ, მაგრამ ძალიან მინდა ჩაგეკითხოთ, აი ბოლო დროს განსაკუთრებით ეს პროპაგანდისტული აქამდე თითქოს რაღაცნაირად მუშაობდა რა, მაგრამ მეც და მათ შორის ბევრ ადამიანსაც რაღაც ეგეთი განცდა გვაქვს, იმდენად აბსურდულ ნიუსებს ავრცელებენ და თუნდაც აი ეს სცენა ეხა ნაძვისხესთან რაც მოაწყვეს, თითქოს რაღაცნაირი ეგეთი განცდა გვაქვს ყველას, იმდენად სასაცილო და აბსურდულად გამოიყურებიან თვითონ რომ რაღაც ესეთი განცდა მაქვს, რომ აი შეცდომებს უშვებენ თითქოს თავიანთვე პროპაგანდაში რა, აი თითქოს და საერთოდ ბოლო დროს რაღაც ასე მგონია რომ მაშინ, როდესაც სოციალური ქსელი და ინტერნეტი, ანუ რეალურად ყველა ადამიანს დღეს გვიჭირავს ხელში ტელეფონი და გვაქვს ინტერნეტთან წვდომა და ინფორმაციის გავრცელება ბევრად უფრო მარტივი არის, ვიდრე ვთქვათ ეს იყო წლების წინ, ვთქვათ ერთი 20 წლის წინ. შესაბამისად, ალბათ პროპაგანდისტული მანქანების მუშაობა მგონია რომ ცოტა უფრო შესუსტებული არის. არის თუ არა ასე თქვენი გამოცდილებით და გადმოსახედიდან და უშვებენ თუ არა დღეს ქართული ოცნების პროპაგანდისტების შეცდომებს? კი, რა თქმა უნდა, შეცდომებს უშვებენ და ძალიან უფრო მეტ შეცდომას დაუშვებენ კიდევ. თუნდაც იგივე რაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რომ დასავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფო დაადანაშაულა რაღაც გადაწყვეტილების მხარდა რაღაცაში, რომ თითქოს სანქციებს ხარი არ დაუჭიროს და მადლობები უხადა და თავიანთ მხარდამჭერებად გამოიყვანა და რაღაც მე მგონი 2 საათი არ დაჭირდა. შეპასუხა Twitter-ზე საგარეო საქმეთა 2 საათი არ დაჭირებია, რომ მისი ეს ტყვილი გაცამტვერებული იყო. იგივე რაც საზოგადოებრივ მაუწყებელმა გააკეთა, ხო? გვიმრაძემ რომ ჩაწერა ინტერვიუ ვიღაც Kimberly Lowe-თან, ამერიკელ არ შემდგარ პოლიტიკოსთან, რომელიც კაცმა ერთის ვინ არის და ერთადერთი იმით არის ცნობილი, რომ ყველა ამერიკელ პოლიტიკოსთან ფოტო აქვს გადაღებული, მაშინ ნამდვილად ძალიან აქტიური ქალია, მაგას ვერ დაუკარგავთ, ენერგიული, მისი ცეკვაც ნახეთ და სხვათა შორის ერთადერთი, როგორც ვიცი, ბოდიში თაზო და გააგრძელე, ერთადერთი რაც ვიცი, აი რამე რესპუბლიკურ პარტიათან ქონდა თუ არა მას შეხება, ეს იყო რომ სადღაც რომელიღაცა შტატში მგონი პრაიმერიზე გამოდიოდა შიდა რაღაცაზე. ეგეც ოღონდ აი ძალიან ისე არის რა, ანუ აი ბევრი ინფორმაციის მოძიებაც კი შეუძლია. უნდა გავხდარიყო სენატორი ერთ-ერთი შტატის, თუმცა საკმარისი ორჯერსა და საკმარისი ხელმოწერები კანდიდატურის წარმოსადგენად ვერ მოაგროვა ვერცერთხელ და ვერ გახდა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატიც კი ვერ გახდა. შემდეგ იმ შტატში საერთოდ დემოკრატის სენატორი აირჩიეს ხელმეორებადით, ანუ თვითონ ამ ადამიანს არანაირი გავლენა არ აქვს. რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება, რომ რაღაცა პირადი მოსაზრებები ჰქონდეს საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ მე ეს არ უნდა შემომასახო როგორც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მომავალი წარმომადგენელი, რომელიც თურმე რაღაც საქართველოსთან დაკავშირებით რაღაც გადაწყვეტილებებს მიიღებს, ხო? ანუ ნახევარ სიმართლე იყო ეს ინტერვიუ, ანუ თვითონ ინტერვიუ რაც შედგა იყო სიმართლე და ეს ქალი რასაც ამბობდა იყო სიმართლე, მაგრამ არ იყო სიმართლე, ვისი პირით საუბრო, ვისი პირით ასაუბრეს და რასთან დააკავშირეს და სხვათა შორის ეგრეთ ძალიან მალე გაცამტვერდა და ტყვის მოკლე ფეხები აქვს, მოკლე თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებით და ეს მინდა რომ ძალიან კარგად გაითავისოს აბსოლუტურად ყველა, მათ შორის
ოპოზიციურმა მედიამაც, მათ შორის იმ ადამიანებაც, რომლებიც დღეს Facebook-ზე არიან აქტიურები და რაღაც ინფორმაციას ავრცელებენ, იმიტომ რომ დღეს თითოეულ ადამიანს აბსოლუტურად ჩემი გადმოსახედიდან აბსოლუტურად იგივე პასუხისმგებლობა აქვს ინფორმაციის გავრცელებაზე, რაც მედიას, ანუ აბსოლუტურად იგივე წესები უნდა დაიცვას, რასაც მედია იცავს. ეს უნდა იყოს გადამოწმებული სანდო ინფორმაცია, იმიტომ რომ ამ პროპაგანდას მართლა ვერაფერს ვერ დავუკავშირებთ გარდა გადამოწმებული ინფორმაციისა, იმიტომ რომ როგორც წინათაც ვახსენე, ხო? პროპაგანდის თქვათ მეთოდები და მათი თავზე ხელაღებულობა იმდენად უკიდეგანვაა, რომ ვერასდროს ვერ დაეწევი უსინდისობაში და თავზე ხელაღებულობაში, ანუ ვერ გადალახა უბრალოდ იმ ზღვას. ხო, ანუ გამოდის, რომ იგივე მეთოდებით მათთან ბრძოლა, წაგებული ბრძოლაა ყველა შემთხვევაში. ერთადერთი მართლა რაც შეგვიძლია დაუკავშიროთ მათ შორის თქვენს, მეც და სხვა მედიასაც ხო არის და მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელში ტელეფონი უკავია და ინფორმაციას ავრცელებენ, ანუ ძალიან ყურადღებით იყვნენ თითოეული ინფორმაციის გაზიარებისას, გამოქვეყნებისას და არ ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია და რამდენიმე ფაქტს გავიხსენებ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თვითონ შემდეგ ეს არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რაღაცების გაზვიადება, მანიპულირება ზუსტად. ხო არის პროცესის დამაზიანებელი და რამდენიმე მაგალითი შემიძლია გავიხსენო, მაგალითად ერთი 2 დღის წინ გავრცელდა აქციის მონაწილეზე საკმაოდ მძიმე ისტორია, რომელიც დააკავეს და იმაში ციხეში ყოფნისას იმ რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიცეს დედასთან დარეკვის საშუალება, რომელიც იყო ჩაწოლილი და შემდეგ ეს გარდაიცვალა და ასე შემდეგ, ხო? ამბავი იყო მძიმე, მართალი, ყველაფერი, მაგრამ არ იყო რამდენიმე თვის წინ მომხდარი და ეს რო რამდენიმე თვის წინ მოხდა, დაემატა ეს ინფორმაცია შემდეგ, ხო? ამბავი სიმძიმე იყო, ხო, როგორც იყო ისე რომ გავრცელებული იყო, ხო, ამით არანაირი ჭრილი ამ ამბავს არ მეადგებოდა და არანაირი სიმძაფრე ამას არ დაეკარგებოდა, იგი ისეთი აღმაშფოთებელი და მიუღებელი არის, როგორც არის, ხო? და აი ამ პატარა არასწორმა დეტალმა ხო რაღაცა სკეპტიციზმი გააჩინა, თქვათ, იგივე სხვა ფაქტების მიმართ. მაგალითად, თუნდაც იმ მედია საშუალების მიმართ, რომელმაც ეს ამბავი, თქვათ, პირველად გაავრცელა. იმიტომ რომ გადამოწმებელ ინფორმაციას თუ ავრცელებს, შემდეგ უკვე ეჭვში აქვს მაყურებელს და მომხმარებელს. ასევე თაზო ბოდიში, ასევე თაზო ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ მე ეს იწვევს აი ფრუსტრაციას და იწვევს აი უიმედობას და რაღაცა უნდობლობას და უცებ, ანუ თვითონ ის ადამიანიც, რომელიც მე ამას თქვათ, გააშიარებს, თუ აღმოჩნდა, რომ რაღაცა ეგრე არ არის და მე ვიღაცა ეტყვის, რომ აი შეიძლება სანამ რამეს დეებ და რაღაც, მე ძალიან განიცდის, პროტესტი უჩდება და შეიძლება აგრესიაც კი გაუჩნდეს, ასე ვთქვათ, იმ წყაროს მიმართ, საიდანაც ეს წყარო აიღო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გეთანხმებით თითოეულმა ადამიანმა გადავამოწმოთ ინფორმაცია. რაღაცა ერთხელ რომ გავრცელებ რაღაცას არასწორად, მე უკვე მეც მიჩნდება და ყველას გაუჩნდება კითხვა, რომ აი სხვა დროს რო ავრცელებ, იქნებ სხვა დროსაც გავრცელებული ტყუილია და უკვე თქვა მართალის გარჩევა ჭირს და ამ პროპაგანდასაც ეგ აწყობს რა, რაც შეიძლება ერთ მოვლენის შესახებ, რაც შეიძლება ბევრი ვერსია უნდა გავრცელდეს, რომ ადამიანებს გაუჭირდეთ სწორი და მართალი ამბების პოვნა და გამორჩევა და ეგეთი кейსი არის. ეხლა ბოდიში დავამატებ ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ამბავი, ასე ვთქვათ, რომელიც ეხება ხარიბაშვილის შვილის სასწავლებლიდან გამოგდების უნივერსიტეტიდან გამოგდების თემას, ხო? არ ვიცი, მე ახლა შემიძლია ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც არ დადაგებზე წამოსულ ღარიბაშვილის შვილს აცხადებენ უნივერსიტეტიდან გამოგდებულად. პირველ ჯერზე ხო არ გამართლდა ეს. ან ეხლაც იგივე ამბავია და პერიოდი არის ზუსტად იგივე. ამერიკულ უნივერსიტეტებში აკადემიური სასწავლო წელი მთავრდება დეკემბრის ბოლო კვირას, ხო? მაგალითად, პენსილვანიის უნივერსიტეტში 24 დეკემბერი არის სასწავლო წლის დახურვის თარიღი და არგუმენტად რომ ეს გამოგდებულია, გამოაცხადეს ის, რომ ეს ცოტა უფრო ადრე ჩამოვიდა და უფრო ადრე არის აქ საქართველოში, მაგრამ ყველა კარგად იცის არც ვისაც ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემასთან აქვს შეხება. ეხლა მაგალითად სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტზე რაც ვიცი და პენსილვანიის უნივერსიტეტშიც ალბათ დაახლოებით ეგრე იქნება, სასწავლო წელი იხურება 24 დეკემბერს, თუმცა გამოცდები მორჩა უნივერსიტეტში 12 დეკემბერს, ან 12 დეკემბრის შემდეგ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს უნივერსიტეტში არაფერი არ ესახება. ისიც 12 დეკემბერს რომ მორჩა ეს გამოცდები, 12 დეკემბერამდე გამოცდების უმრავლესობა ჩატარდა ონლაინ. შესაბამისად, სტუდენტების ძალიან ბევრი ნაწილი, მაგალითად სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტში, მადლიერების დღის შემდეგ, ან ოქტომბრის ბოლო კვირის შემდეგ უნივერსიტეტში საერთოდ არ ყოფილა. შესაბამისად, ის საქართველოსთან ჩააბარებდა გამოცდებს, არ ვიცი, გვატემალადან თუ იტალიიდან არ აქვს მნიშვნელობა, ხო? და შეიძლება ეგეთი რაღაცა მოხდა და ცოტა ადრე წამოვიდა, ხო? როდესაც არ გვაქვს დადასტურდა, ეხლა რომ დადასტურდეს, რომ სწავლა დაიწყება, თქვათ, იანვარში, ხო? და ეს ბიჭი დაბრუნდება თავის სასწავლებელში და გააგრძელებს სწავლას, ხო? მერე და არ გვაქვს დადასტურებული
დაუსრულებელი ინფორმაცია რეალურად არც მე ვიცი გამოაგდეს თუ და არ დადაგებზე ჩამოვიდა ხო? ჩვენ არ ვიცით. ახლა ისე როგორც შარშან გააკეთა ხო? ანუ აღმოჩნდება რომ ტყუილი ინფორმაცია გავრცელებული და არავის არ ჭირდება, იმიტომ რომ ღარიბაშვილი რომ ცივილიზებული საზოგადოებისგან მოკვეთილია და ესე ვთქვათ რაღაცა კეთროვანებით ექცევიან ამ პოლიტიკურ ძალას ხო? ამის დასტურებლად და დასამტკიცებლად საერთოდ არ არის საჭირო ის ღარიბაშვილის შვილი სად გააგრძელებს სწავლა და სად არ მესმის რომ ადამიანებს ამ რთულ პირობებში დასტრესილები, ნაცემები, გაუბედურებულები ვართ ყველანი და რაღაცა პატარა რაღაცა შეიძლება უხაროდეს ხო და რაღაცა შეება მოგვაროს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ჩვენს მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაციას უკარგავს თქვა სანდოობას ხო? ღარიბაშვილი ისედაც დისკრედიტებულია, ისედაც იზოლირებულია და ხედავთ ხო ოფიციალური პროცესი როგორ მიდის. აგერ დიპლომატიურ ვიზებზე სანქციები დაწესდა და კიდე ბევრი რაღაც მოდის და ასევე რასაც სოდავს ჩემი აზრით ეს ოპოზიციური მედია არის ის რომ რაღაცა გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა იგივე მოსალოდნელ ეკონომიკურ პრობლემებზე და ესე ვთქვათ ჩამოქცევაზე ასე მოსალოდნელ სანქციებზე რა თქმა უნდა ყველაფერი იქნება, მაგრამ ამისთვის რაღაც გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება მე ვფიქრობ რომ პროცესს აზიანებს და არ უნდა გავცდეთ რაღაცა კონკრეტულ სანდო ინფორმაციას და რაღაცა ინტერპრეტაციები და სურვილები ფაქტებად არ გამოვაცხადოთ ხო? ძალიან ბევრი ერთ-ერთ საარჩევნო რადგან მთავარ არხს ვსაუბრობთ ხო ამ შემთხვევაში და მთავარი არხის ეთერში ხო და მთავარი არხი იყო ერთ-ერთი ინიციატორი და წყარო იმისა რომ წინა საარჩევნების შემდეგ რომ საპროტესტო აქციები იყო ჟურის მონასტრიდან გადაღებული ფოტო თითქოს დასავლეთიდან კოლონა მოემართებოდა თბილისში აქციებზე შესაერთებლად შეიძლება ნამდვილად მოდიოდა 10 მანქანა 20 მანქანა ან მეტი მაგრამ ყველამ ხო კარგად ვიცით მათ შორის იმ პარტიის წარმომადგენლობა რომლებმაც ეს ინფორმაცია გავრცელეს და იმ ჟურნალისტებმაც რომლებმაც შემდეგ ეს ეთერში გაუშვეს რომ არ ვიცი ბოლო 2 წელია შაბათ კვირას უпростоრად კვირას საღამოს საგურამოდან და მიმდებარე სოფლებიდან მომავალი ხალხი საცობში 2-3 საათი დგას თბილისში შემოსასვლელში მე მაგალითად არ მახსენდება პერიოდი როცა საცობში არ მდგარ ვარ თბილისში შემოსასვლელში და ხო ესეთი მარტივად გადამოწმებადი ფაქტები ხო არავის არ ჭირდება ანუ არ არის საჭირო ამათი მანიპულირება, იმიტომ რომ აბსოლუტურად გეთანხმებით. არ არის არაფრის გამძაფრება საჭირო. წარმოიდგინეთ, ანუ აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი არის, რა ვიცი, სასიკვდილოდ ნაცნობი. ზუსტად, აი, ციხეში ჩასვეს რამდენი ადამიანი ხო და იმდენად ძიმე ამბებია და ყოველდღურად უფრო ძიმე ამბები მოდის. ახლა რადიო თავისუფლებაზე ინტერვიუ ვნახე, სადაც ადამიანი ყვება, როგორ დააშინეს გაუპატიურებით და ტრუსი ჩაახტევინეს და პოლიცია ემუქრებოდა გაუპატიურებით. ან ამაზე ძიმე რა უნდა იყოს საერთოდ და რა საჭიროა რაღაცების გამძაფრება არ არის საჭირო, მართლა არ არის საჭირო და ისაც საკმაოდ მძაფრად გვიდგას სიტუაცია ნამდვილად. ძალიან ძიმე მდგომარეობა. პირიქით, ეს ამბები საკმარისი სიმძაფრით არ ჩანს და საერთოდ არ არის საჭირო რაღაცებით მანიპულირება. ისედაც ძალიან კარგად მუშაობენ ეს ტელევიზიები, მე სიმართლე რო გითხრათ და მედია ზოგადად და ძალიან გულიმწყდება რომ პირადად არ ვარ ამ პროცესებში ჩართული, იმიტომ რომ დღეს მე რომელიმე ქართულ მედიაში ველად რომ მუშაობდე, არც ვიამაყებდი და ეს ჩემი კრიტიკა არ ნიშნავს რომ ვიღაცის შრომას ვაუფასო. აი ის ადამიანები რომლებიც მართლა პატარა გოგო ბიჭები სპეცრაზმელებს როგორ უვარდებიან ხელებში და როგორ ცდილობენ რომ რაღაც უკანონო დაპატიმრებულები გამოიხსნან თავიანთი უფლებები დაიცვან და ამას აკეთებენ სიცოცხლის რისკის ფასად. მთავარი არხის ტელევიზიის ფორმულა ჟურნალისტები ონლაინ მედიის ყველა ჟურნალში დღეს არის სიკვდილის რისკის წინ, იმიტომ რომ გურამ როგავა შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს, მაკაჩიხლაძე შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს, პუბლიკის ჟურნალისტებს ისეთი დაზიანებები მიაყენეს, მოკლედ არ ვიცი, ანუ ეს ადამიანები წარმოუდგენელი სტრესისა და ძალადობის რისკის წინაშე არიან და შესაბამისად ამას ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობით თუ მოვეკიდებით ამ შორის პირველი არხის ოპერატორიც დაზიანდა თუ არ ვწდები და ვერც რუსთავიორის, ვერც იმედის და ვერც პოსტივის გოგოც დაზიანდა, პოსტივის ჟურნალისტის და რომელსაც რაღაც რეზინის ტყვა მოხდა ფეხში და ეს იქ ყოფნა ჟურნალისტებმა დაინახეს და შემდეგ გაავრცელა პოსტივიმ რომ თითქოს აქციის მონაწილეებისგან ასრული რაღაცა მოხდა. ანუ ეგეც კი მანიპულაციურად გავრცელს უნდა. ფაქტია რომ დაზიანდა, ხო? ანუ რა მნიშვნელობა და ეგეც კარგად აჩვენებს იმას, რომ პროცესები თუ უმართავი იქნა, თუ ქაოსში ჩაიძირა ქვეყანა, მართლა არავინ არ გაარჩევს, ვინ იქნება იქ პოსტივი ჟურნალისტი, იმედის, მთავარი არხის, ნეტგაზეთის თუ პუბლიკის, ყველა თანაბრად დაზიანდება და ვერავინ ვერ გაარჩევს იქ
ვინ ქოცი არის და ვინაცი და ვინ კიდე, რა ვიცი, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი, ეგეც ისეთი აბსურდი, რომელიც საერთოდ სოფლიოში არსმენი არ არის. კობახიძემ გამოიგონა ტერმინი საერთოდაც და ეგ არის კიდე კლასიკური მაგალითი იმისა, რომ აბსურდებით როგორ ყვებავენ ადამიანებს და აჯერებენ არარსებულ რეალობას და ამ არარსებულ რეალობაში აცხოვრებენ. თუმცა გისმენთ კარგად. საბოლოო ჯამში სიმართლე გაიმარჯვებს და ამ სიმართლე არის სწორი ფაქტების გაშუქება და ჩვენი ძალა არის ჩვენი სიმართლე, მარტივად რომ ვთქვათ რა და ყველაზე მთავარი ეს აქციები რა, ამ აქციებზე რაც უფრო მეტი წნეხი იქნება და რაც უფრო მტკიცე იქნება ეს აქციები, მით უფრო უკან დაიხევს ეს ხელისუფლება, მით უფრო მალე ჩამოეშლებათ ეს ძალაუფლებისა და პროპაგანდის ვერტიკალი, იმიტომ რომ აი, როდესაც აქციები იყო ძალიან აქტიურ ფაზაში და ასე ვთქვათ, პიკში და რაღაც აძაბულობის ზედაზღვარი იყო, ესე რომ ვთქვათ, მაგ დროს თქვენ თუ დააკვირდით, არც განცხადებებს აკეთებდნენ ქართული ოსნების პოლიტიკოსები, Facebook-ზე ტროლებისა და ბოტების აქტიურობა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. როგორც კი სიტუაცია წყნარდება და როგორც კი რაღაცა სიმშვიდეა, ეგრევე იწყებენ რაღაცა ამოქოქას და ეგრევე აქტიანი ფრაზებით მოდიან და სხვათა შორის რა გავაკეთოთ რომ მკითხეთ, ხო? ოცნების წარმომადგენლები ამ ფრთიან ფრაზებს არ ამბობენ შემთხვევით, მაგალითად ზარქუას ახასიათებს ეგეთი რაღაცა, რომ პირადად მიმართავს ვიღაცა დასავლელ პოლიტიკოსებს, ჰეი ბორელი, ჰეი რაღაცებს, რომელიც მე თითქოს რაღაცა ხუმრობითა და გადაობით ავრცელებენ მათ შორის ოპოზიციურ მედიების და მაგალითად ეგეთი შემთხვევა იყო, რადიო თავისუფლება მოამზადა ამაზე მასალა რამდენიმე თვის წინ, ეგეთი მორიგი ფრაზა იმედის რომელიღაცა ჟურნალისტმა დაუმონტაჟებია და ჩაულებრივად ანუ ეს ხუმრობა და ესე თუ ვთქვათ ხუმრობის ნაწილი მოაცილა მას და ზარქუას დაალაგებული დავარცხნილი ფრაზა გაუშვა და ჟურნალისტები შეესწრნენ პარლამენტის შენობაში ამ იმედის ჟურნალისტი როგორ დატუქსა შენო მეო ფრაზაო რატო შემიცვალდა და დამიმახინჯეო რატო დავარცხნე მეო მაგას იმიტომ ვამბობო რომ ესო ეთერში მოხვდესო ანუ ხო წარმოვიდგინე საერთოდ არ ამბობენ იმ რაღაცებს, რასაც ამბობენ. ყველა სისულელის თქმის მიზანი არის, რომ ყურადღება გადავიდეს ამ სისულელეზე და მთავარს მოცილდეს ყურადღება და აქცენტი და მათ ძალიან კარგად ურჩევნიათ, რომ ჩვენ ვისაუბროთ კალაძის რაღაცა უადგილო გამონათქვამებზე, ზარქუას უნიჭო ხუმრობებზე, მამუკა მდინარაძის რაღაცა სისულელებზე და ირაკის არადეკვატურ გამოხდომებზე, ვიდრე სახედალეწილ ადამიანებზე, რომლებსაც თან გაუპატიურებით ემუქრებიან. ყველაფერს გააკეთებენ მართლა თავზე ლაფს და ისხამენ, ყოველდღურად ოღონდ რეალურ პრობლემებზე არ ვისაუბროთ და ეს არის მათი პროპაგანდის მიზანი და ამაში არ უნდა დავეხმაროთ არავის საერთოდ. არანაირ ღლიცეში არ უნდა ვიყოთ ეგეთ რაღაცებში, იმიტომ რომ ამას აკეთებენ სპეციალურად მნიშვნელოვანი და ყურადღების გადასატანად. ეგ არის ყოველთვის ხაფანგი, ეთანხმებით აბსოლუტურად პირველ რიგში მადლობა იმისთვის, ეხლა რაც ვისაუბრეთ, რაზეც თქვენ ისაუბრეთ პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის კრიტიკა, მე ყოველთვის მომხრევ არ ამისი. მე ყოველთვის მომხრევ არ თუ არის ოპოზიციასთან მიმართებაში კრიტიკა, იყოს კრიტიკა. როგორი დროც არ უნდა იყოს, როგორი მომენტიც არ უნდა იყოს, ყველა ადამიანს ალბათ შინიდან აქვს რაღაცა განცდა. რა თქმა უნდა, არასდროს ეხლა ამ ეტაპზე ვერ იქნება ოპოზიციის კრიტიკა უფრო მეტი არ უნდა იყოს ვიდრე ის რაც ხდება ამ წუთას და წინაშე ვართ, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ვითომ ეს თუ ეს კრიტიკა მიმართულია იქითკენ რომ პროცესი უკეთესობისკენ წავიდეს, ხო? იმიტომ რომ თუ ადამიანს ჯერა და ფიქრობს რომ მისი სიტყვა იმისთვის არის მნიშვნელოვანი რომ უკეთესობა იყოს და მეტ ადამიანს აუხსნას, რატომაც არა, გასულ პოზიციას უნდა დისკუსიის გარეშე ვერ მიხვალ ვერაფრამდე, არც ერთ შემთხვევაში. ეგ ერთი, მეორე კიდე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და გეთანხმებით, რომ ისეთი მოვლენები მიდის, რომ არაფერს აღარ ჭირდება თქვათ რაღაცა გამძაფრება, რა თქმა უნდა, თავისთავად უკვე წლებია მაგას ვამბობ, რომ თავისთავად უკვე ისეთი მოვლენებია, რაც თავის თავშივე გულისხმობს თუ რამდენად მძიმე სიტუაციაა. გასაგებია, რომ შეიძლება თქვათ ადამიანს გინდოდეს, რომ მიაწვდინო ეს ადამიანებს და რაღაცა დრამატულობა ასე ვთქვათ გვახასიათებს შეიძლება, მაგრამ თვითონ სიტუაციაა ძალიან დრამატული უკვე და აღარ ჭირდება მაგაში გეთანხმებით. ერთი რამეა კიდე რომ ჩვენ ზოგადად აი ხა რატომაც მიხარია რომ ჩვენ ხა ვართ არხზე რომლის მინუსებზეც ვსაუბრობთ. მე და ეკაც აქ ჯდარ ვართ და გვისაუბრია ყველაზე ცუდ დროს, მაშინაც კი, როდესაც არჩევნებიდან 2-3 დღე იყო გასული და რეალურად აი ყველა ნოკაუტში ვიყავით, ჩვენ მაშინაც ვიჯეკი და ეთერში ვსაუბრობდით. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ყოველი იმედების დასახვა არ შეიძლება. მე ვფიქრობ, იმიტომ გვაქვს უფლება ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვიწყებთ საკუთარი თავით. როგორ შეუძლია ეკას რომ გახდეს უკეთესი, როგორ შეუძლია რომ მე გავხდე უკეთესი. როგორ დავიცვათ ის ბალანსი, რომ მართლა ინფორმაცია გადამოწმებული იყოს, რასაც ვეუბნებით ადამიანებს
მაქსიმალურად გულწრფელი იყოს ხო თუ არა და მათენთან ვიმსჯელოთ ყველაფერზე თქვა რაც ხდება და როგორც ხდება რა თქმა უნდა ყოფილა შემთხვევები როდესაც ჩვენ გვისაუბრია მაგრამ რაღაცებისგან თავი შეგვიკავებია იმიტომ რომ იმ მომენტისათვის ფიქრობდით რომ ამით შეიძლება პროპაგანდა მისარგებლოს ან მაგალითისთვის რაღაცა იმ მომენტში არ იყოს ცუდი შემოიტანოს მოკლედ ნიადაგი და ასე ვთქვათ ადამიანი რომელიც საარჩევნოდ მიდის და ვთქვათ ხმის მიცემა უნდა იმას რომ გამოხდეს და იცი რა არის ესენი გააყალბებენ მაინც მე ვფიქრობდი მაგას მაგრამ ამაგას ხო არ ეტყვი რომ მიდის ადამიანი თავის სამოქალაქო ვალი მოიხადოს. მე ვსაუბრობ ჩემ თავზე, მე ვსაუბრობ ხა პოლიტიკოსებზე, იმათ მეტი მოეთხოვებათ. მაგრამ ჩვენზე თქვა ჟურნალისტებზე და ასევე კიდე სულ მინდა ხოლმე რომ ადამიანებს ამდენ კიდევ ერთხელ მე აგერ ვარ, ვაღიარებ რომ რა თქმა უნდა ბევრად კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია ჩვენ თავზე მუშაობთ ოპოზიციურმა არხებმა რა თქმა უნდა თუმცა ისიც შეგვიძლია რომ აქ ვიჯდეთ და ვისაუბროთ ამ შეცდომებზე რასაც უშვებთ მაგრამ აქვე უნდა ითქვას რომ დღეს თითოეული ჟურნალისტი ანუ ეს იქნება მთავარი არხის ფორმულაცი და სხვაებიც TV პირველი და ასე შემდეგ ყველას ჩამოთვალ შეიძლება პალიტრა პირველი არხი მათ შორის სამთავრობო არხის ოპერატორები და ჟურნალისტები რა თქმა უნდა ყველაზე გული წდება როდესაც ზალადობაა რა თქმა უნდა ჩვენ აქ ვზივართ ვსაუბრობთ ჩვენ მინუსებზეც მიღებლობა გვაქვს იმისი რომ გავიგოთ პირიქით ეს გვინდა რომ მაქსიმალური ფიდბექი გქონდეს და ინტერაქცია ადამიანებთან რომ საშუალება იყოს ამ რაც შეიძლება მეტი თქვათ რა ვიცი გულწრფელობა და მსჯელობა რამდენი სტუმარი ყოდა რომელიც აქ იყო მოსული და ოპოზიციას აკრიტიკებდა მათ შორის არხებსაც აკრიტიკებდა თვითონ მახარაიჯდა და ამბობდა იმას რომ აი ბიჭო აჰა ნუ დაუჯერებ ახლა გასაგებია რომ სიტყვის მასალა თამამდა შენი თვალით მოდი და ნახე რა ხდება აქციაზე ამიტომ იმას ვერ ვიტყვით რომ რაც არ უნდა საკუთარ თავზე ჩვენ ბევრი გქონდეს ზოგადად არა მარტო არხებს ზოგადად ქვეყანას ქვია სამუშაოები მიუხედავად ამისა ყველა იმ ჟურნალისტს რომელიც დღეს ქუჩაში დგას და არანაირი აი გარანტია კი არა დიდი ალბათობით რომ რაღაცას დაიშავებს და დაუზიანდება. ვითომეტეს მაკაც შიხლაძის კადრების მერე ადამიანი რომ გავა და კიდე აქციაზე დადგება და გააშუქებს ამას ძალიან დიდი გამბედაობა უნდა და ამას რა თქმა უნდა არავის არ დაუკარგავ. ასევე მაყურებელს შეიძლება რა თქმა უნდა ჩვენ არც გვიყვარს რომ მაყურებლებამდე მივიტანოთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა და ასე შემდეგ. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ ამას, მაყურებელი არ უნდა ფიქრობდეს და არ უნდა ნერვიულობდეს, ეხლა მე რა პრობლემები მაქვს და ეკას რა პრობლემები აქვს, ხო? ქვეყანას კიდე სხვა საკითხი არის. მაგრამ ჩვენ ისიც მინდა ხოლმე გაიგოს ხალხმა რომ რა მდგომარეობაში ვართ ბოლო წლები ხო საერთოდ. აი რა მდგომარეობაში ახლა ჩვენ ხო ყველანი ვინც არხებზე ვართ, ოჯახები ყავს, მეგობრები ყავს, ჩვენ თვითონ გჭირდება ეგეთი ძიმე სიტუაცია, ფულს ფასი აღარ აქვს, ძალიან ბევრი პრობლემები და ეს ყველაფერი გრძელდება წლები. აი დღეს მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც არიან ძალიან გულდაწყვეტილები იმის გამო, რომ იქ რაღაცა იქ მაკრიტიკებენ, არა მარტო ისინი, რა ქვია, ხელისუფლების მიმართ სიმპათიით განწყობილი ადამიანები, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებიც, რომ აი ხა ეს რა მიტყვის, როგორ გამიკეთეს და იმ ხელა უკვე 6-7 წელია, ისეთი ზიზღი და ისეთი ის არის ჩემთან მიმართებაშიც ყოფილა ესე მე არ მე პირიქით მიხარია სუთლი რომ რაღაცა ინტერნეტში უფრო ქმნიან ხოლმე ეს ხელოვნურ ვითომ რაღაცა ზიზღს ადამიანის მიმართ. სინამდვილეში ქუჩაში რო დადიხარ, მაშინ გზნობ რა ხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, უდიდესი სტრესი მაქვს. მეც მიღებული, ჩემ ოჯახსაც, ეკასაც, შვილი ყავს, ხო, მოზარდი ეკას და ასე შემდეგ. უზარმაზარ სტრესს გავდივარ და უბრალოდ მარტო იმიტომ რომ ეხლა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ვამბობთ ხოლმე და რითიც ვიწყებთ და უკვე ვიწყებთ ისე რომ როგორ ხარ და კარგად და მედგრად, მარტო იმიტომ რომ მედგრად გომაა საჭირო, ჩვენ არ ვაძლევთ თავს საშუალებას რომ რაღაცნაირად ან დეპრესიას მივეცათ ან რაღაცას მივეცათ. თორე რეალურად ის ზარალი და ის ზიანი, რომელიც ჩვენ უკვე აქამდე გამოვიარეთ, მე არ მაქვს საუბარი მხოლოდ ჟურნალისტებზე, მთლიანად ქვეყანას და მათ შორის ჟურნალისტებსაც. ეს წნეხი და ეს მუდმივად არასტაბილურობის განცდა ვიღაც ინტერნეტში რაღაც იქ და დაბლოკვა იქიდან არ მაინც თავი მოარიდე ვიღაცა შიდა ცენზურა აქვს ვიღაცა რეკავს ვიღაცა რა თქმა უნდა რთულია და გვინდა ამიტომ გვინდა მოკლედ იმის თქვა მინდა რომ ეს ყველაფერი დასრულდეს და დამიჯერეთ აი ამაზე ვსაუბრობ ძალიან ხშირად აქ ამიტომ გვენანება ეს პროცესი გვინდა რომ მოხდეს დასრულდეს დადებითად რომ ყველა ჯგუფ საქართველოს ყველა ადამიანს ყველა მსოფლმხედველობის ყველა გემოვნების ყველა რა ვიცი რელიგიის ეთნოსის წარმომადგენელს თავისი წარმომადგენელი ყავდეს პარლამენტში ენდობოდეს მას და ასე ვთქვათ რაღაცნაირად გამოვიდეთ ამ მოჯადოვებული წრიდან და ამ კლანური მმართველობიდან ამ ქვეყანაში და გადავიდეთ ცივილურ მმართველობაზე.
ჩვენც ცალკე ახალგაზრდები, რომლებსაც საშუალება უნდა მიეცეთ, რომ ნორმალურ სასწავლებლებში ისწავლონ, განათლება მიიღონ, ბაგაბაღში იყოს სწორად აღზრდა ბავშვების ხო 3 წლამდე 4 წლამდე უნიშნულოვანი სიასაკი ამაზეც ბევრჯერ გვისაუბრია აქ თუ რამ ხელა მნიშვნელობა აქვს იმას როგორ გაიზრდება ბავშვი და აქედან ამ ყველაფრიდან გამომდინარე რა თქმა უნდა ამიტომაც ვიბრძვით და კიდევ ერთხელ რა ხან ეკა შეეხო ამას რომ სახელმწიფო მედიის წარმომადგენლებზე როცა იყო საუბარი რა თქმა უნდა მეგობრები მყავს კაცო იქ და რაღაცა 4-5 თვის წინ აქვს რაღაცა ჩემ ბავშვის ფოტო რო დავდე დაგულებული და გილოცავ რა უთხრა რომ შენ არ მომილოცო არა მე ვცდილობ ყოველთვის ვცდილობ მათი გავიგო რომ ისინიც რაღაცა გარკვეულ თქოთ რაღაცა თავის ბავშვი არიან ერთმანეთს ესაუბრებენ და ასე შემდეგ რა და ძალიან სასარგებლო იყო ჩემი აზრით ეხა თქვენი საუბარი და ძალიან მიხარია რომ არხსაც და აქაც ყველა გვაქვს მიმღებლობა რომ თვალისწინოთ თქვენი მოწვევა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ ხო ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ახლა ილომ რაც ახსენა მართლაც ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა და იმდანაც სწრაფად ვითარდება მოვლენები რომ ხშირად არის რომ ვერც ვასწრებთ არა მარტო ტელევიზიებს ადამიანები ვერც ვასწრებთ და იმდენად ემოციურად და მორალურად რთულ მდგომარეობაში ვართ რომ ეს ინფორმაციის გადამოწმება და ისე გაშეარება და ასე შემდეგ მაგრამ აქაც მე მგონია რომ აი რაღაცა ფოკუსი არის გასასწორებელი ყველა ადამიანისთვის და მედიისთვისაც მათ შორის ბევრად უფრო კარგად და ძლიერად გრძნობ მორალურადაც და ფიზიკურადაც თავს როცა დარწმუნდები რომ რასაც ამბობ ის არის სიმართლე და ამას მე არც შენი რეპუტაცია შეარყევს თქვა შენი გადადგმული ნაბიჯი რაც რეალურად ხო ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის რომ კიდევ ერთხელ გააჟღერეთ ეთერით რომ ეს არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი რომ ცრუ მოლოდინები არ გაჩნდეს ადამიანებში და ცრუ ინფორმაციები არ გავრცელდეს სხვადასხვა მედიებით. მნიშვნელოვანი რამე. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით და წარმატებას ვუსურვებ ჩვენს სტუმარს და მე მგონი დროსაც გადავაცილეთ და ჩვენს მაყურებელსაც უნდა დავემშვიდობოთ. ღამემშვიდობისა შევხვდებით 4 შაბათს იგივე დროს, იგივე ადგილას. დიდ ნებისა.